კეთილი იყოს თქვენი მობრძანება 3D ტავერნის ვიდეოს სივრცეში დღეს დავბრუნდით პოდკასტის შემდეგი ეპიზოდით და დახუნძლულები ვართ ახალ-ახალი ან ძველ-ძველი ამბებით. უბრალოდ ამბებით, რომელსაც გზადაგზა გაგიზიარებს. კი, წლის დასაწყისში კი იყო CES-ი, მაგრამ დიდად არაფერი საინტერესო მანდ არ მომხდარა. მაგრამ საინტერესო რაც მოხდა არის ისე ჩვენ Discord-ის სერვერი გავაკეთეთ ახალი, სადაც ვინც არის შეხედა სასტავი, გვინდა რომ შევკრიბოთ და იმის მაგალითად რომ სანთლებით ყველა არ გეძებოთ ცალსაკე, აგერ შემოგეპატიჟოთ ყველა სერდრულად, რომ ანუ შევოდით Discord-ში. ანუ სანდბეჭი თვით არის დაიტესტებული ლაზერული გრავირებით მინიატურების, შეღებით უბრალოდ ხატვით, რავი, ძერწვით, ხაზვით, რავი, რითქა დაინტერესებული, შემოდით ნებისმიერ რაღაცას საკუთარი ხელით თუ აკეთებ და გაინტერესებს რომ ისეთ ხალხს ერთ-ერთი ვინც საკუთარი ხელით აკეთებს, 3D ბეჭდასაც საკუთარი ხელით აკეთებ, თითს იყო უნდა და პრინტს ხო თვითონ უნდა დააჭირო. მოდელირებას და კი, ანუ არტიზანობა არის ჩვეულებრივი. რომ ანუ გავიმარტივოთ ცხოვრება როგორც ყველამ რომ ანუ ვიღაცამ რა შესაძლებელი რომ დაუშვა, ჩვენს რა დაუშვათ, ან თქვენს რა დაუშვათ, ერთ-ერთ რომ ვასწავლოთ გაუზიარეთ გამოცდილება, ანუ შეიძლება რა მუშაობს, მიდრეს ქართული ბაზარი თუ უფრო სხვანაირი არის ვიდრე საერთაშორისო რაღაც მომენტებში და დასავლური ბაზარები უმეტესობა და ანუ რო ვიცოდეთ აქ ვინ ვართ და რას ვაკეთებთ. ხო, და შეგვიძლია უბრალოდ რა ვიცი, სიტყვანა ვითამაშოთ ხოლმე ან ასე შემდეგ. რა ვიცი, რა voice chat-ში უბრალოდ ვიბიჯავ. ხო რა, ეგეც არის. ეგ არის და ეგ. ხო, და ლინკი იქნება ქვევით ვიდეოს სახწერაში. აჰა, ჩავუყვეთ ახლა სიას ჩვენი ნიუსები. ხო, ერთ-ერთი კი რომელიც ანუ ელეგუს ან განყოფის დროს ვილაპარაკეთ ცოტა ამაზე. ხო, და განვორცოთ ახლა. აი ესე რომ ანუ ამერიკაში ერთ-ორ შტატში ახალი კანონმდებლობის შემოღება მოინდომეს, რომელიც თეორიულად კარგი არის და ანუ იმის ცდილობაში, რომ 3D პრინტერზე დავეჭდილი იარაღების გაჩენის პრევენცია მოახდინონ, ისეთი კანონმდებლობა დაინიცირეს, რომელიც ეგრე გამოდიოდა, რომ უბრალოდ 3D პრინტერებს კრძალავდა რა, ხო და ნუ ბუქსავს ეგ კანონმდებლობა ჯერჯერობით ვერ გადის წინ, მაგრამ თვითონ საინტერესო არის რა სამართლებრივი და რა პრაქტიკული წინააღმდეგობები არსებობს რა. კანონმდებლობა რაც არის, რომ ანუ 3D პრინტერი, რომელიც გაიყიდება ამ შტატში, უნდა მოყვებოდეს, ან შინ ჩაშენებული უნდა იყოს ისეთი სოფტი თუ ნაწილაკი თუ რაღაცა, რომ მაგ პრინტერზე ვერ დაბეჭდო იარაღი ან იარაღის ნაწილი. ხო, რაც აი ანუ შესაძლებელი თეორიულად არის, თუ თვითონ პრინტერშივე არის სლაისერი და რაღაც ანუ ჯიკოც ან იმას უყურებს და იცის, რომ ანუ ეს ფორმა თუ არის. ხო და იმხელა ინფორმაცია რომ დაამუშავოს, შენაცერი ხო რა, ანუ რომ ის $300 პრინტერი რამდენზე ადის ეგრევე რა, ან რაღაცა რა უნდა ღირდეს პრინტერი, რომელსაც შეუძლია როგორც არაფერი რა. რომელშიც რა ვიცი, აი იმიტომ რომ რავი, ვიღაცა ადგა ფლეშკით დიჯიკოდი ჩაიმპორტა და შეარჭო პრინტერში და ამ პრინტერმა უნდა გადაუაროს ამ ჯიკოს, ექსტრაპოლაცია გააკეთოს 3D მოდელის. ის შეიცნოს ამ 3D მოდელში ჩახმახი და თქვას რომ მე ამას არ ვიზამო რა. რომელიც ანუ რა ხო და რა შეასაქმე რა რომ ხელსაწყოა ყველაფერი რა. ეგეთ პრინტერი თუ გაგს ანუ თვითონ ანუ cloud based ხონდა იყოს რაღაც მომენტში უეჭველი. ანუ კი შეიძლება წინასწარ ჩაუტვირთო რაღაც ოდნობის მოდელები ან მოდელების ვარიაციები რაღაცები. და ხო და ანტივირუსი როგორ მუშაობს. ანუ მანამდე რაც ყველაფერი ის, მაგრამ ანუ რაღაც ახალი ვირუსი რო გამოდის, ახალ ანუ აპდეიტით უმატებენ, რომ ანუ ეს არის და ეს ანუ ეს ანუ cloud based, ანუ სულ ყოველ ჩვენ G-კოდის ატვირთვაზე უყუროს, რომ ანუ ეს ხო არის ამ სიაში. ანუ რაც აი ეგ ფუში რაღაცნაირად ისეთი დაბეჭდებას მიტოვებს მე პირადად ცოტა შეთქმულების თეორიისკენ რა, ანუ რაღაც აი რა უნდა იფიქრო, ხო? რაღაცა ხო უნდა იფიქრო, რაღაც ვარაუდი ხო უნდა გამოთქვა რა. რომ იმდენად თვითონ პირდაპირ იარაღის წინააღმდეგ მიმართული კანონმდებლობა არ არის, რამდენადაც რაღაცა ადგილობრივი ამერიკელი 3D პრინტერების წარმოებლების ლობია, რომ ეს იაფიჩინური მანქანები როგორღაც გააჩერონ. იმიტომ რომ ისე რომ უფრო ანუ თავის ან მაგათ ხო ანუ ამერიკელებს ყველაზე მეტად რა უყვართ პირველი ამენდმენტის მერე მეორე ამენდმენტი ხო და right to bear arms ანუ ეგ არის ანუ ხო და თან რეალისტურად ეხა ხო რა ანუ ეს იარაღის ნაწილების კეთება ყველაზე
ყველაზე რეალური ამერიკაში არის 3D პრინტერზე გაკეთებული იარაღების საკითხი, იმიტომ რომ რეალურად ის ხალხი, ვინც 3D პრინტერის გამოყენებით იარაღს აკეთებს, მთლიანად ყველა ნაწილს პლასმასის არ აკეთებს და ყველაზე ხელმისაწვდომი იარაღის სხვა ნაწილები რომ უკვე არის ამერიკაში ერთადერთი ქვეყანა, სადაც შეიძლება რომ იყიდო ყველაფერი და მარტო ტარი გქონდეს დასაბეჭდი მერე ლეგალურად, ანუ მაგათ განზომილებით რაც გადავხედე. ანუ იარაღი თუ არა აქ ტრიგერი აქვს მაგას. ხო, ჩახმახი და რაღაც კიდე ერთი გადამყვანი. იარაღი არ არის. ხო და ანუ იარაღი იწლება ეს ორი ნაწილი. აი ხო და როგორი აბსურდია რომ ანუ უკვე იმ რეალობაში ცხოვრობს ტიპი, რომ აი ჩახმახის გარდა ყველაფერს ყიდულობს მაღაზიაში, ისე რომ არც პირადობას არ ჩვენებს, არც ბექგრაუნდ ჩეკი ჭირდება, არც ლიცენზია, არც არაფერი საერთოდ რა. და ეს დაამაგრო და დაარეგისტრო, ხო და ტიპები გამოხდნენ და აი ეს ჩახმახი აღარ დაბეჭდოს არავინო იძახიან რა, ხო და ანუ რა ვიცი მე ანუ ვაკუუმში ხო რა, მაგ ჩახმახის დაბეჭდა არავის არაფერში არ ჭირდება რა. და რაღაც ისა რა რომ რავი მშვილდის არის კეთდება თხილის ტოტისგან და ძაფისგან რა ხო და აკრძალეთ ეხა თხილი და ჩურჩხელა თუ შეიძლება რა ინცინატორი შეიძლება სპორტლით დამთავრდეს. ანუ ნაწილობრივ ანუ ცოტა ორხევისაც ანუ როგორც ასეთი ანუ იარაღს ორიდან და არ ვიმხრობი არსებობას რა რაღაც მომენტებში ანუ რაღაც ბერ მომენტებში და საერთოდ მაგრამ ის ანუ მე ხარ ესაა რომ ანუ ჩემი პრინტერია გამანები ანუ ჩემ ვიყიდე რა თქმა ის გავაკეთე ანუ შეფრთხილი და ჩემ საქმეში რა ანუ ხო და არა და თან ანუ აი მე რა არ მომწონს ყველაზე მეტად იცი აი ესეთ პროგრამებში რომ ანუ ის უცოდნობა რომ ბიჭი კი ვიღაცები ახერხებენ რომ 3D პრინტერის გამოყენებით იარაღი გააკეთონ მაგრამ ანუ მაგის გარეშე და საკითხი მაგრამ ანუ სამბანძი იარაღი კეთდება 3D პრინტერით რა ანუ ის კი არ არის რომ მაგრამ ეგ არის ხო რა რომ იმიტომ რომ მთლიანი დარგის დემონიზება ხდება საერთოდ არაფერ შუაში იმიტომ რომ ვიღაცა აი მახსოვს რომ რაღაცა ვაისზე იყო თავიდან ერთი 10 წლის წინამდე ანუ 10 წლის დაწყებული ამბავი რა რომ ვიღაც ბიჭი იყო რაღაცა ლიბერტარიანელ ანარქო კაპიტალისტ რაღაცა ტიპი რომელმაც ნუ პირველად ის გააკეთა რომ მოდელები გააკეთა უხრა და აი მუშაობს ჩვენი იარაღი რა ხო და ანუ რამხელა ჯაფაც ჭირდება 3D პრინტერის გამოყენებით იარაღის გამუშავებას, ტესტირებას, იმას ამას, იმიტომ რომ მით უმეტეს ახლა FTM-ზე აი ეს განზომილებრივი სიზუსტე არასოდეს გარანტირებული არ არის მარტო ეგ ჩახმახი და რაღაცა ჭირდება ანუ სხვა ყველაფერს კიდევ შეგიძლია ხო და ანუ ხო და არა რა შესაძლოა რა რომ ეხლა ვიღაცა აი ამ ისტორიას მოისმენს რა და გადაწყვეტს რომ აი საქართველოშიც შეიძლება საშიში იყოს რა ხო და ანუ საქართველოში რანაირად როცა ანუ საქართველო არის უცნაური ქვეყანა რა თვალსაზრისით რა რომ ანუ იმდენი ომი რო გვაქვს გამოვლილი ხო რა დარწმუნებული ვარ რომ ძალიან ადვილად შოულობს იარაღს ხალხი პირდაპირ რა რაღაც სოფელში მონადირე ხო რა რაღაცა ვიღაცა სვამბავს რომ რაღაცა მუხები ქონდა და რაღაცა ანტისარაკეტო სისტემები და რაღაცა უბრალოდ ისე ოჯახში ხო რა ოჯახი ხრამია რა და მეორე მხრივ კიდე ანუ თან ხოაზე ხარ ფურცელზე აბსოლუტური კონტროლის ქვეშ ვარ რა და ანუ არ არის აქტუალური საქართველოში ის რომ ვიღაცამ რაღაცა ენერგოეფექტურად აწარმოოს იარაღი ხო და მაგრამ ნუ ნახოთ რა საინტერესოა იმიტომ რომ ეგ ბონუს არის თავრობას რამდენი შეული ანუ შენ რაც იყიდე მაგაში ჩარევა რა ხო ანუ თავისუფლად შეუულია აგერ ჩინეთის თავრობა ერევა ჩვენ რაც ვიყიდეთ ყველაფერს საერთოდ არა ეს თქვა რა ხან ის ერევა გიყურებს და რაც მაგრამ აი თქვა მარტი ანუ მანქანა რო იყიდე ანუ კი თავრობა აწესებს ეს რო ანუ რაც ამ ქუჩაზე რაც ამ სიჩქარით უნდა იარო მაქსიმუმ რა ანუ შეიძლება გადააჭერო მაგრამ ანუ არაფერი ლიმიტი მანქანაში დიდად არ არის რომ ანუ პროცესი გასაღაა ხო რა ანუ მაგრამ ისე თათ ეგეც არის უფრო არის ტრანსფერ გიგზავნოდეს მანქანაში თქვა აი ეს რადიატორის ისინი რო არა ეს იუნიტის ფენი რა რაღაცა აი პატარა სტრიალებზე ვიტყვით რა ანუ ეგრო შეღებო ტიტლად ანუ რო არ შეგეძლოს მაგის გაგიდება ანუ მაგ დონეზე არის ჩვენც ანუ ეგ განმეორება რომ ანუ ხო რა ანუ ისეც არ მაინტერესებდა და რაღაცა რასაც არ ვეხებოდი რატო ამიკრძალეთ მე შეგებოს არის ანუ
შენ მიხარო ანუ მაგის ფლებას არ მაქვს ანუ ჩემი რაღაცაა რაც ვიყიდე რაც მინდა გავაკეთებ რა ანუ მოხარებლის თავისუფლების თემაში რა ანუ ეგრევე მე ვხვდი კი გასაგებია რომ ანუ მაქსიმალურად არ ლეგალური რაღაცები უნდა შევიწროდეს სასწავლოში მაგრამ ხო და ისე და რეალურად რა ისინიც არის მე მგონი ელეგუმას თქვა რომ აი ჩვენ ფლეშმორჯმა თქვა რომ აი ისე თქვა მაგრამ არ თქვა შენ იყო რომ აი რამეს იძამთ ჩვენ მანქანაზე გვეწოდინება და შევატყობინებთ ყველას ანუ რაც უნდათ ეთქვათ რომ ანუ ჩვენ არ ვეთანხმებით ჩვენ ტვიტერებზე ამას თუ გააკეთებთ მაგრამ ტექსტი ისეთი გამოვიდა რომ ჩვენ ვიცით ხო რა ჩვენ ვიცით და ყველას მოვუყვებით ხო და ის არის რა ანუ რაც კი კლაუდზე მიგულია და ეს თან მარტო ამ შემთხვევაში იმას არ ეხება რა რომ ეხლა cloud based და ეს თან cloud based უნდა იყოს cloud გარეშე არ მუშაობს ხო რა და ძალიან ჩინურ proprietary soft შემძვარალ პრინტერებზე ალბათ რაღაცა სახელმწიფო კონტრაქტის გაკეთება არ შეიძლება ამ შემდეგ იმიტომ რომ ნუ აი რასაც მანქანა აკეთებს offline-ში ყველაფრის blocks როგორც კი გაონლაინდება გზავნის რა ეგ მე მაგაზე განყოფილებასაც ვიძახთ მაგრამ კიდე გავიმეორებ რომ რაც არ უნდა გააკეთო რა ხო და მოახსენებს ყველაფერს CCP-ს ხო და ეხა ხვალე არ გვემუქრება ის რომ რაღაცა საწუხებდეს მაგრამ თეორიულად თუ საქართველოში ჩინური დიასპორა მოძიერდება და ჩაინათაუნში ტრიადები გააკონტროლებენ ჰეროინის ბაზარს ეგრეთება წავიდეთ ფარეზე და გაფრთხილდა ხალი რაღაცა ჩინეთის თავრობა ამ ჩინელ მაფიოზებს გამაფრთხილებს რომ აი ქალაქში ვინ არის ვისაც პლასტმასის ტოფები აქვს რა რაღაცა ეგეთ დისტოპიურ მომავალზე თუ ნერვიულად მაშინ ხო რა ვიცი რა არ იყიდოთ არც ერთი ტრენდი და ხო ან თერაპევტთან დადი და ან კიდე შენი ხელით ააწყე ვორონი და არ იყიდო ბამბუ და კრიალით რა და ოჩი ან რა ვიცი რა მაშინ შენ სხვა სამყაროს ეკუთვნი მეგობარო ან აგერ შემდეგი არჩევანი ჩვენი შემდეგი ნიუსი კი თوارე საფრთხეები გვექნება ცოტა ხანში მაგრამ ანუ researchers ლევარება მოახერხეს რომ თوارის მიწისგან გაეკეთებინათ სხვადასხვა სტილის ან 3D ბეჭდის მასალები რომ იქ რაღაცები დაბრუნდნენ ერთი ყველაზე გამოსადეგარი რაც კი ნახეს იყო ელექტრო მოწყობილობების და ანუ მაზერბორდების ეგეთ რაღაცების დაბეჭდის პოტენციალობა ანუ PCB რაც არის უბრალოდ ან დაუბეჭდავენ ეგრო გააგზავნო და ანუ დაჩინა ეს პატარა ბრინჯაოს ნაწილები და ზინგი და რაღაცეები რითაც ანუ მე აწებებ ამ ლეინებს და რაღაცებს ისაკეთებ რა ანუ ხაზებს რა ეგრო უკვე ანუ თვარის მიწისგან ამოღებული ელემენტებით რომ ანუ ეგრევე იქვე ანუ გასწავლზე ეგრე დაიბეჭდა რა ამ შემთხვევაში PCB კეთდება თვარის მიწით თუ ანუ PCB არის შური პლატფორმის თუ სქემა ანუ რაღაცა გამტარი მასთან ლაიპოვეს თვარეზე და იმისი მანიპულაცია დაამოყამე ხო ანუ 50 ელემენტი არის თვარის მიწაში და ანუ მაგების ანუ დამუშავება გადმოყრა შეიძლება რომ ანუ გამოიყენო ამ რაღაცეებში და დამუშავება და ანუ რაც არ ჭირდება ანუ ასევე FDM როგორც ან მოპლასტმასო რაღაც მასალები გააგეთ, რომელსაც მაგდაც შეგვიძლია რაღაცები დაბეჭდო, ანუ რაღაცა. ამ შეშკო აქ დღეს მოხდა თვალში, ეხლა გამახსენდა, რომ ჩინელებმა პირველი წარმატებული რაღაც კოსმოსურ სადგურზე 3D printing ტესტი ჩაატარეს თუ თვარეზე. შეიძლება ერთმანეთთან არის კავშირში. ხო და არა, რა ვიცი რა, ანუ ამ ტექნოლოგიას კი, ანუ კოსმოსში მივყავართ ეგრევე, იმიტომ რომ როგორც კი რობოტებს ვასწავლით გამოყენებას პრინტერების, ანუ კაი გამოსადეგია. ანუ ხო დედამიწის ხო ლიმიტირებული ოდენობის მასალა გვაქვს ესე ვთქვათ რა თქმა უნდა იყოს რა და ანუ თუ გვინდა რომ ვიყოთ მულტიპლანეტური ცივილიზაცია ჩადი და იქვეო თვარის ქვის ერთი აგურიც უკვე უზარმაზარი ნახტომი არის მომავალში იმიტომ რომ ხო რა ადგილზე უნდა დაორიენტირდეს იმიტომ რომ უკვე აქედან გაგზავნა ესეთი ანუ რამდენი ზედმეტი საწოვი იქნება საჭირო რომ ანუ ზედმეტ 1 კილოს რო აგზავნი რაღაცა ზედმეტი 5 ლიტრი უნდა ჩაასხა
ეს 5 litrიდან 4 litri არის ამ 5 litrისთან დაგების და თუნი მე მოცულობით წონას დაგითვლის კალკულებ ავენსბო რა დაგიჟდება ხაზე მე საბაჟო კიდე ზემოდან ბიჭო ძალიან ზურგან თორეს რაღაცების გაგზავნა შეიძლება უფრო იაფი იყოს მოგინო ხო მაგრამ თუ არა წყლის ქვეშ შეგვიძლია ამ წყალზე გავიდეთ და ამერიკის სანაოსნომ 70% შეამცირა თავისი წარმოების დროები. ანუ ისევ 3D პრინტერებით, ანუ ადრე როგორც ვლაპარაკეთ, რომ ანუ უმეტესობა სამთავრობო ორგანიზაციებში რა არის პრობლემა, რომ ანუ გამოაცხადე ტენდერი, ისი ჩაიჩე, სამი თველოდე არ მოგეწონა თავიდან გააკეთე და ასე და. ამას არა, უბრალოდ ანუ უკვე ანუ გემს და აქვს ანუ ეს პრინტერები და ასეები ანუ პიაპიშულია დაბეჭდონ და დააყენონ თავისი ნაწილი, ან პროტოტიპს უკვე აკეთებენ იმ მატერიალით, საბოლოო უნდა იყოს და უგზავნიან აი ეს გამიკეთე აი ამ სპეციფიკაციებით და ანუ თან გააკეთეს ანუ სტანდარტიზირებული სპეციფიკაციები რაღაცეებისთვის ამ სანაოსნოში რა. ხო რა, მარტო ამით კეთდება და ესე რა, ანუ ეს მარტო ამით კეთდება და ასე რა. ხო, დარწმუნებულა რომ აი აღსრულებაში ეგ პროგრამა იქნება რა, ნუ ხო რა რაღაცა ყველა რაღაცა ზომის გემს რაღაცა სპეციფიკაციების 3D პრინტერი უნდა კონდეს და ну, ეხლა საბოლოოში ძალიან ბევრი ნაწილი, რომელიც მუდმივად ან წყალი ჭამს, ან რაღაცა მარილწყალი აფუჭებს, ან რაღაცა მუდმივად გამოსაცვლელი ხდება, სტანდარტიზებული იქნება. ხო, ну, აი კლემპები, რაღაცების ჩასაჭერები შეიძლება კანების სახელურები და ხო რა, ანუ აი ხო, რეზინა შეიძლება რაღაცა დამფენერები და ამ შემდეგ რა და ალბათ დიდი ნაწილი არის, რომ ადგილზე ხოზე როგორი ხისთავიანი ჯარისკაცი თუ მეზღვაურიც არ უნდა იყოს, რომ უბრალოდ ერთი ღილაკი კონდეს დასაჭერი და 10 რაღაციდან რაც გაგვიფუჭდა იმას და აჭირა და დაგიგეჭირა. ვენდინგის მანქანა როგორც არის. ხო რა, ვენდინგ მანქანას მივიდა უბრალოდ და რომელსაც სამფუნქციონალური ნაწილი გამოაქტივს რა. ხო და ის არის აი ჩვენთანაც ალბათ კარგი იქნებოდა ეგეთ რაღაც, მაგრამ აი გული მიგრძნობს, რომ აი ისეთ რაღაც იქნება რა, რომ მიუტანო მე ტენდერს გამოაცხადებენ ფილამენტზე და შეიძლება რომ იყიდონ ფილამენტი. კი, მაგრამ ფილამენტის ტენდერი ხო ისაც ან ტარდება ხოლმე უკვე რაღაც ადგილებში, მაგრამ უფრო მარტივი არის, ანუ ფილამენტის ტენდერი. კი, როცა უკვე ზუსტი სპეციფიკაციები გაქვს. აი ამ ვიდრე მთელი პროექტი გამიკეთე და ხო ნაწილი დამითვალეთ და ხო და ანუ ჯერ დროის რამხელა ხარჯი იგებ. მე თანხის რამხელა ხარჯი მოიგება. კი. ანუ რეალურად ანუ ერთი manufacturing და ეს წარმოება ანუ მთელი პროექტი რო გასაკეთებელი და მთელი პროექტი რო არის დასაწერი და გასახორციელებელი რო რამდენი ადამიანი უნდა იყოს და რაღაცა. აქ არა. დაბეჭდე. დაუჭირე მაგ პრინცა. დაუჭირე ერთი ღილაკია, ერთი. აი ეს მაგ ანუ სპეციფიკაციები როცა არის, გამოიყენე აი ეს მანქანა, აი ამ ფილამენტით, ხო არაფერს არ შეიძლება რა. ხო. ხო, ჩვენია. მე ეს არის საკუთარ საინტერესო რაც ანუ პერსონალიზირებული რაღაცები ხო ძალიან გვაქვს როცა ვბეჭდავთ და აგერ ბრიზიმ კომპანია რომელსაც სათვალების კომპანია არის გააკეთეს ახალი სისტემა სფერო რომ შენი სახეს დაასკანირებ და შენ სახეზე ზუსტად მორგებულ სათვალეს გიგზავნენ და გიგეთებენ. ჩვენიერია. ანუ ერთი ანუ და თან ადამიანების სახეების სკანების შესაგროვებლად ძალიან კარგი ბიზნესი მგონია, შო მე შემორჩა ეს უკვე კონსპირაციის მოუდში ჩავჯექი თავიდან და ერთი რაც არის ანუ სათვალეები ანუ რაუნდი ნასობი არის და ანუ როგორც ვთქვი ყველას ერთ კოპში არ ხარშავ, მაგრამ ერთი კატეგორია არის ხალხის რომელსაც ანუ რაუნდი მომიყვა ამაზე ანუ მაქემიც არის ეს არის ანუ აღმოსავლეთ აზიაში არის სათვალეების პრობლემა. რატო? რაც უმეტესობა სათვალეები არის განკუთვნილი იმათვის, ვისაც აი ეს ძვალი აქვს. ხო. მაგათ არ აქვს რა, ანუ ხო პირდაპირ ის არის, ანუ აი ეს რაღაცა რა. ხო? ხო. და სად უმაგდებათ მე სათვალე. ხო და ეგ არის პრობლემა. ჯერაც ანუ აი ცოტა შესული უნდა იყოს და ლოყებზე დაიხოს რაღაცა აი ეს მომჭერი არ კონდეს და რაღაცა რა. აუ ისე ხო რა ვიცი მე ჩემი ცხვირი ცოტა დასავლეთით იყურება ხო და
ანუ კიდევ კარგი ხედელობის პრობლემა არ მაქვს, იმიტომ რომ გადაობის ფონში ან მზის სათვალე რამდენჯერაც არ გამიკეთებია, აი მარცხენა მხარეს ძალიან მაგრამ აჭერს ხოლმე რა, ერთ მხარეს ძალიან აჭერს. კი, ხო და ანუ ცხვირი ვერ გავწიე რა, ვეჭი და ბავშვებიდან და ხო და რა მაინტერესებს რა, რომ აი სათვალე რო აქეთ გადმოვიდეს, ხო თუ აქეთ უნდა დამაგრდეს, მე ეს ლინზები ჰაერში უნდა იყიდოს, თუ ეს ერთხელ ეს უფრო სკელპასთან გააკეთებენ, მეორე მხარეს და ისე. ან კიდე ატაბატა ლინზები რომ მქონდეს, არ ვიცი, რაღაცა ერთი დიდი მეორე პატარა. ხო, მაგრამ ანუ ეგეც არის კარგი, პლუს ანუ ვიღაცას თუ რეკონსტრუქციული ქირურგია ქონდა სახეზე, თქვათ ან ავარიის ან რაღაც იმის ანუ ძლიერი რაღაცაა, რომ ანუ რაც ბევრ შემთხვევაში ანუ არის შემთხვევები, როცა ანუ სტანდარტიზირებული არ მუშაობს. ხო, არის სპეციალიზირებული. ანუ არ ვიცი შეგვიტყვია თუ არა, მაგრამ ადამიანებში ზოგადად ხო ცხვირის ზომების ძალიან დიდი ვარიაცია არსებობს, მით უმეტეს საქართველოში. ცხვირის და IPD როგორ იქნება? ხო, საქართველოში ყველანაირი ცხვირს ნახავს, საერთოდ რა, აი საქართველოში ხოზე ხარ. მაგრამ მარტო ცხვირები თუ არ ცხვირის არის. ფეტიში თუ გაქვს ადამიანს საქართველოში უნდა ჩამოხვიდა, იმიტომ რომ ყველა ზომის, ყველა ფორმის, ყველა რაოდენობის კეხის ცხვირი არსებობს რა ქვეყანაში. მარტო იქ არ მეორე არ კიდე IPD გუგებ შორის მანძილი. ხო. ანუ ეგეც ანუ ყოველს ხო ერთ ციგანზე არ აქვს თვალი, მაგრამ ისე სტანდარტიზირებული სათვალე, მაგრამ თქვათ აი გასან ცუდი მხილობა თუ გაგან მან ხო ლინზის კორექტირებაც არის, ანუ მან ხო სტანდარტიზირებულად აკეთებენ, რაღაც მომენტში არის ყველაზე კარგი ან ფოკუსი, რომ თვალებში გადმოეძა. ეგეც რომ ანუ მაგისტრისაც დასწავდა ასა. ხო და არა, თან მით უმეტეს ისეთი რაღაცა, რაც ანუ ძალიან დღეში რამდენიმე საათი იყენებ, ანუ ხო რა. აი იყოს კომფორტული და რამე შავდება, კაი. ანუ კი რა თქმა უნდა, უფრო ძვირიანი იქნება ეს სავარაუდოდ. შეიძლება არც იყოს. ანუ ეხაც არ არის იაფი სათვალე. ანუ მაინც-მაინცები მე მგონი არ არის რა ვიცი. იმიტომ რომ არ შეგიძლია იაფიენს იყოს ბაზარში. არ ვიცი, სათვალეების მაღაზიებს რო უყურებ, ხო? ანუ მაღაზიებს თუ შეხედავ, არა, რა თვალსაჩინო გქონდა, რომ სათვალეების ანუ მე როგორ ვაფასებ რაღაცა ძვირი არის თუ იაფია. რა რომ აი ქუჩიდან მაღაზიაში დღის განმავლობაში ძალიან ბევრი ხალხი თუ შედის და გამოდის, ესე იგი იაფი რაღაცა იყიდება რა. და დაუშვათ თუ კაციშვილი არასოდეს იმ მაღაზიაში არ არის, მაგრამ თან როგორღაც 5 წელი ახერხებენ რომ ჭავჭავაძეზე ქირა გადაიხადონ, ესე იგი ძვირიანი რაღაცა იყიდება რა. ხო და სათვალეების მაღაზიებში კაცი არასოდეს ადამიანი არ დამინახავს მეწესიერად რომ კაი ტრაფიკი არასოდეს არ აქვს ხოლმე რა, 1-2 კაცი შევა გამოვა, მაგრამ როგორღაც ფეთქავენ და ესე იგი არაფასებენ. აი ეგ არის იმედია კორექტირების სათვალეები არ დაგჭირდებათ, მაგრამ აგერ გამოსალმე თუ რამე ან კორექტირებს გაქვს ჩვენი მზის სათვალეები შეიძლება ანუ ხო უბრალოდ თვალინდებია რა. ხო და ანუ მზის სათვალის რო კომფორტული იყოს, საერთოდ არ მეწყინებოდა. ხო და ეხლა ისევ ჩემი ძმები ეპიზოდის გიორგი საყვარელი მომენტი ზელერფელდი. ზელერფელდმა ჩემს საყვარელმა 3D printed ბოტასების კომპანიამ ადგა Nike-თან კოლაბორაცია გააკეთა და თავის tool changer-ზე კიდე ერთი ნოზლი დაამატეს რა. ჩვენც გავტესტეთ. ჩვენც გავაკეთეთ ბოტასი. აი, ესეთია. ეს ის არის. Maker All-ზე დევს Wheelberry-ის მოდელი. ეს ღია მოდელია. ხო და მეცვა დღეს. ანუ მეცვა დღეს, აი, ნახე. ფერსაცმელი თავზე დავიდე, Fortune-ის სტანდარტებით ადამიანი ვარ. ანუ Fortune-ს და მე ნამდვილი ვარ. მე არ გეჩვენებოდით. იმიტომ რომ აი ეს შემილია. ხო და ხო და გააკეთეს კოლაბი და აქამდე ზელერფელდი მუშაობდა სამ tool changer-ით, რომელსაც 3 განსხვავებული ნოზლი ჰქონდა, რომელიც რომ იყო 3 მმ-იანი TPU-ს ნოზლი, ძირისა და უფრო მყარი ნაწილებისთვის, რომელიც ხო, ლანჩისთვის, რომელსაც 95A TPU-ი აკეთებდა და მერე 2 ჩვეულებრივი სტანდარტული 1.75-იანი ფუ ხო რადიუსი დიამეტრის ხო ნოზლის მიღებაზე ვლაპარაკობთ ამ შემთხვევაში და არა გამოსასვლელზე რა 3 მმ-იანი რო თქვი 3 მმ-იანი ცხვირიდან არ გადმოდით ხო ანუ თვითონ ფილამენტი ხო ფილამენტი 3 მმ-იანი იქნება რა ვიცი ყველაფერს სპაიდერმენი არის უკვე რა ანუ მაგ კატეგორიაში გადის და ეხლა კიდე ერთი ნოზლი დაამატეს და მულტიკოლორი ჩართეს. ხო და ანუ
იმ 1 მმ-იანი ნოზლი ჰქონდათ, 1 TPU-ს ნოზლი ჰქონდათ, 1.75 მმ-იანი გორგოლისთვის და 1 ჰქონდათ წყალში ხსნადი საფორთისთვის ნოზლი და ადგნენ და ამ თავის სამიან tool changers მეოთხე თული დაამატეს და ორფერიანი ბოტასებისში გადავიდნენ რა ესე ძალიან ნაზად მარტივად ყველა ხარ მინიმალური მაქსიმალური ეფექტიანობით ნელ-ნელა უმატებენ რა თან ვითომ ხო ის არის ანუ ხო რატო არა მაგრამ რამდენი ხანი დაჭიდათ რომ ანუ არ ის აი გუზარმაზა აი ყოველთვის ანუ იდეაში ყოველი ახალი ნოზლის დამატება ტექნიკურად ისეთივე პრობლემაა, როგორც 5 ნოზლის დამატება ერთბაშად, იმიტომ რომ ამოსახსნელი რო გაქვს რაღაცა, უნდა ამოხსნა და ზელფერდი იმითაა გამორჩეული და იმიტომ არიან მაგარი ტიპები, რომ in-house თვითონ აშენებენ, აწყობენ, რეალურად 3D პრინტერების წარმოებელი კომპანია არიან, უბრალოდ არ აწარმოებენ თავისთვის. ხო, თავისთვის აწარმოებენ, იმიტომ რომ ყიდიან და ყიდიან ამ ბოტასებს გიჟივით და ჩასპეციალიზდნენ ფეხსაცმელების კეთებაზე. საკუთარი სლაისერით, საკუთარი, ანუ მთლიანად in-house აკეთებენ ყველაფერს და მაგხელა ფერმა თუ დააპგრეიდეს მთლიანად ერთი ნოზლით მაგათ და აი ის არის რა, რომ აი ზელერფელდზე აი ამას რო ვიგებ ვიცი არ მჭირდება არანაირი ნიუსის წაკითხვა, რო ვიცი რომ ზელერფელდია და რო ვიცი რომ ერთი ნოზლი დაამატეს, ვიცი რომ ის კი არ მოხდა რომ რაღაცა შვიდ პრინტერზე დაამატეს ერთი ნოზლი და დანარჩენი 200 ისევ იგივეს უბერავს რა. ანუ დარწმუნებულია რომ ანუ 100-ზე მზად არიან რომ ეგრევე გადავიდნენ მაგაზე რა. მთლიანად. ხო და მაგარი ნიუსია. რო გავუყვეთ ანუ ფილამენტებს ანუ ახალი ანუ სად ახალი არა, მაგრამ ერთ-ერთი ფილამენტი უფრო გაპოპულარდა, რადგან ანუ ხალხმა შეისწავლა რომ არსებობს და ახლა ვითი იგივე მომენტი არის ASA რო გამოვიდა. ანუ ABS კი მაინც ხმარობს ვერ, მაგრამ ASA ის იგივე ფასი არის ხან უფრო იაფით ზოგიერთ მომენტებში, მაგრამ ბევრად ჯობია ABS. ABS უბრალოდ იმიტომ არსებობს, რომ ანუ ყველაზე გავრცელებული პლასმასი არის და ერთი ყველაზე ძველი. ანუ რა სამდებეჭდა მაგით დაიწყო. და საერთოდ ანუ მე მგონი პლასმასის injection molding-ის მაგით დაიწყო მე მგონი და ჩამოყალიბება იმ. ყველაზე გავრცელებული არის და ანუ ყველაზე მარტივი არის, მაგრამ ტოქსიკური ის არის ეს არის და ანუ და ამასიანთ რაღაც ვიდეოს ყვებდი. random შემოსვლა რა. მაგრამ რაღაცა ტიპი აკეთებდა რესტავრირებას რაღაც ბრიტანული წარმოების რაღაც უცნაური მანქანის ძალიან მსუბუქის და ის ჩარჩო გარედან მანქანა როგორც არის ABS-ის და ანუ ჩვეულებრივად როგორც იმებს რა ვქებ აიანიკი როგორც აწებებ ისე აწებებ და ბზარებს და ისე შხურგავდა და ისე მოშობდა ანუ იათმა პარტივად რა კი რა ანუ ძალიან დიდი ხნის ამბავია მაგრამ ეხლა ამან ანუ გაგეთეს ანუ PCTG Pro ანუ რაც არის PLA-ის ანუ ხოსანატული ხო არის PLA და PETG ხო მაგრამ ეს არის PETG-ის ნარევი მოფიელეიო ინვენტარი, ანუ ნაზავებით რა. ასე PETG ხო ნაკლებად დრეკადი არის და ანუ რა ასე თუ გატყვა ანუ იფშხდება. და ეს არის სპეციალურად გადაყვანილი მატერიალი და ფილამენტი იმაზე, რომ PETG-სნაირი სიძლიერეები ქონდეს. ანუ მყარი იყოს რაღაც, მაგრამ თან არ ფეთქდებოდეს ეს, ანუ უფრო მყარი იყოს და ანუ დავარნის და ეგეთი რაღაცებისგან ანუ დაცული არის. ოდნავ გივი აქვს რა, ანუ თვითონ მატერიალში, რომ ანუ ხაი, ალბათ შუშასო დაარტყა რა, გვერდიდან. ანუ ეგრევე ბზარები და ასები უჩნდება და მაგას ანუ მაგრამ აი მანქანის რო აიღო, ანუ შუაში ხო ფენა პოლიეთილენი თუ რაღაცა არის ხოლმე რა, შუშა პოლიეთილენი შუშა რა რაღაცეებში. და ანუ დაახლოებით მასტივე სტატიგური სისტემა არის, მაგრამ დაგმარად გააკეთო, რაღაც დაამალეს, რომ ეს ბალანსი იყოს ისეთი, რომ თან PETG სიმაგრე და სიმარტივე დაბეჭდვადობის და რაღაცების თან დაახლოებით ანუ ABS-ის და ეს სიმყარე და რაღაცა PETG როგორი შიფრება და ხო PCTG არის აგერ სად იყო ხო polycyclohexylene dimethyl terephthalate glycol modified ესე იგი polyclohexylene dimethylene tetraphthalate glycolis modification ფერმე ხო ჯირათ არის glycol ხო და ეს ახლა მაღალ ტემპერატურული არ არის ალბათ
ან და ხო PTG-ს მომენტებში ნუ მაშინ ესე იგი ნებისმიერ როგორც ABS-თვის SA არის, ანუ ეგ არის PLS და PTG-თვის არის PCTG რა, ანუ просто უკეთესი და იგივე მარტივად იბეჭდება რა და ანუ ფასიც იგივე, ანუ იგივე ფასი აქვს პლუს მინუს რა, ანუ რა შეიძლება $1 რო ძვირი იყოს რაღაც, მაგრამ ანუ $1 რა 5 რა 30%-ს და გიჩვენია რა, ანუ კაი არის. შვენიერი. ახალი მასალა. ხო. PCTG. პირველად აქ გაიგეთ. ანუ იმედია რა თქმა უნდა, ესეც ანუ აი რას ვიდა დამასწრეთ, რომ ეხლა მანქანები უმეტესობა არის კარგი. არას ბოლო 5 წლის განმავლობაში ეს ვთქვათ, ანუ დიდად მანქანების ანუ პრინტერების მონაცემები დიდად არ შეცვლილა. ეს ანუ რა სიჩქარე მოემატა, მაგრამ ანუ რა დილის ყველა ანუ 300 გრადუსი თავაკი, ხო, რა 100 გრადუსი საწოლი, კი. და ხო, და просто მოძრაობს რა, ანუ დიდად აუტო ლეველინგი. ხო, მაგრამ ანუ თვითონ ანუ წარმოების მომენტი რაც არის რა, ანუ მან ხო დიდად არ კი არა, ხო, ანუ ასე თუ ისე შესრულების ხარისხი ყველას, ანუ აი PLA-ზე, ანუ შეიძლება იყოს რაღაცა იცხოვრების ხარისხის განსხვავებები, რაღაცეებში UI UX-ის განსხვავებები შეიძლება იყოს. თვითონ რომ საფრთხე კარგად პრესეტები, ანუ რაღაცა წარმოებელმა რამდენად კარგად შერჩეული სეტინგები გამოაყოლა, იმიტომ რომ მაგრამ ისე რომ ანუ პირველი Ender 3 და ეხლა ახალი H2D PLA-ს ანუ ერთად ბეჭდავს რა, ანუ დიდად ანუ კი setting ხო, ոնც ნუ მაგაშია საქმე რომ რაღაცა თავი დრავები უკეთესია და Ender 3 პირველად ვინც იყიდა იმ ადამიანს მოუწია რომ ყველაფერი ესწავლა რომ PLA ეგრე დაებეჭდა და ნუ ეხა თუ და H2D თუ იყიდი სავარაუდოდ 1-2 წელიწადი კი არა და საერთოდ ანუ სანამ ეგ პრინტერი გაქვს სავარაუდოდ თუ რაღაცა განსაკუთრებულის გაკეთება არ გინდა არ მოგიწევს რომ ერთი ტემპერატურა მეორე ტემპერატურად გადააკეთო ოდესმე რა ანუ არასოდეს არაფერს არ შეცვლი უბრალოდ სისტემის პრესეტებით შეყრი ყველაფერს და იმუშავებს რა ხო და აი ეგრე არის Creality-ც Elegoo-ც ყველა კომპანია უკვე მაგდონის პრინტერებს უშვებს სამხმარებლო ბაზარზე იმიტომ რომ დაგროვდა გამოცდილება და ნუ ეხლა რაც არის ანუ პრობლემები რაც არის ფილამენტი და software-ი. და ანუ slicing-ის თემა რომ ანუ კარგად დაესლაისო და კაი ჯიკოდი გაუგზავნოს და რაღაცეები და მაგრამ მადრეებში ანუ ეგეთი აპგრეიდები კაი არის ანუ უფრო კარგი, უფრო მარტივი, იგივე ფასად ანუ რატო არის? თუ შეიძლება აი ხო, აი ABS და ASA-ის მაგალითი თუ არ მოდის ვინმემდე იმიტომ რომ არც ABS დაგიბეჭდავთ და არც ASA დაგიბეჭდავთ არის რა, რომ ანუ ძალიან მსგავსი ტიპები არიან და ერთნაირი მონაცემები ჭირდებათ საბოლოო ჯამში რა, ნოზლი 260 გრადუსზე, 240-დან 280. შუალედში, მაგრამ ნუ თუ გინდა რომ ზოლები კარგად მიეწევოს, ყოველთვის უფრო მაღალ ტემპერატურას უმიჯნებ. ხო და სადღაც 80 გრადუსი საბეჭდი ბედი. და 40 გრადუსი ან ჩემბერის ტემპერატურა, რაც ანუ ის კი მიეწევა, მაგრამ ძალიან სწრაფად თუ გაცივი და მე შეიძლება ისე შეიკოქროს, რომ ადრეს და არ მიეწევა. ნუ რეალურად ASA-საც და ABS-საც აი 40 ძალიან მინიმუმ 40 არის როგორ 40 არის chamber heating-ის გარეშე პრინტერზე რო ბეჭდავ და სანამ ბეჭდვას დაიწყებ, იქამდე 9 საათის განმავლობაში უბრალოდ 100 გრადუსზე რო გაქვს ბედი დაყენებული, რომ ოთახი გათბეს და აი ეგრე რო აკყავს 40-ზე. ეგ 40-ია, მაგრამ რეალურად ხო 40-ზე ჩვენურად იბეჭდება, იდეალური თუ გინდა რომ გამოვიდეს ყველა ჯერზე, ანუ 60 გრადუსი თუ გაქვს ჩემბერში. ABS-ის და ASA-იც ანუ PLA-ზე უფრო კარგად მებეჭდება. ანუ აი რა ვიცი რა თეორიაში ხო უნდა იყოს უფრო ძნელი ეგენი. და PLA-ზე უკეთესად მებეჭდება, რაც აი ეს ტემპერატურა დავსვი თვითონ ოთახის ტემპერატურა, ხო და ორივე ბეჭდვისას უშვებს მომწამლელ ფიუმებს და ოთახში კარგად უნდა ნიავდებოდეს და მაინც არ უნდა უყურებდე და არ უნდა სუნთქავდე. ASA-ში ნაკლები არის ვიდრე ABS-ში, ASA უფრო მზისხეების გამძლე არის ვიდრე ABS-ში და ოდნავ უფრო მყარი არის რა თქმა უნდა. ხო და ანუ ერთი და იგივე ფასია, ერთი და იგივე პროფილი აქვს და ერთი ანუ უბრალოდ აი რაღაცის რო არის, აი ორი ძმა რო არის რა და ერთი რო აი
უკეთესი ადამიანია რა. რაღაცა ყველაფერში რო დაჯობია რა რაღაცა. ტყუპები არიან, მაგრამ ტყუპები რო არიან და 5 სანტიმეტრით მაღალია ერთი რა გინდა რო ქნა. ეგეთი რაღაცაა, რაღაცა რა, ტყუპები არიან და ერთი არის 1.79 და მეორე 1.91 რა, რომელი უფრო მეტი წარმატება იქნება ონლაინ დეიტინგში რა. და ესემ გაიმარჯვა რა, Tinder-ზე ყველაზე ხარ ვერაუდის ASA ლაიქებს და ABS-ი ისეთ პონჩია რა, ეხა არ ტირის, მაგრამ არც ხარობს. ეხლა შემდეგი კატეგორია ხალხის Tinder-ზე სავარაუდოდ არის, მაგრამ რამდენად აქვს მოგება არ ვიცი, მაგრამ გოლფი. გოლფი? ახალი სპორტი. ანუ ალბათ გოლფერებს არ ვიცი, მე მგონი მაგ tax bracket-ში ჯერ არ ვარ. არ ვიცი მე ჯერ. მაგრამ კობრამ გამოუშვა ახალი 3D დაბეჭდილი გოლფის ქართულად კლუშკა. ანუ არ ვარ მე მაგ საფარი, მაგ tax bracket-ში არა ვარ, არც ვიცი. გოლფის ჯოხი რა. ჩილიკა ჯოხი, არ ვიცი რა ქვია. ანუ მაგრამ უბრალოდ სტანდარტიზებული საქმე, მაგრამ თუ რამე ანუ სტანდარტიზებული ანუ მაგაში ისაა საშუალო ანუ პერსონალიზებული ეჯოხები გავაკეთე. კი, რაღაც ჩემპიონატებში არის წესები, რომ ანუ სამზომის და რაღაც უნდა იყოს, მაგრამ და შენ ხელის მოსაჭიდი, აი ეს ჯოხი რო უხვეს პატარაზე და რაღაც ანუ შენ ხელზე ერგონომიული გრიფი იქ. ანუ შენ ხელზე შენ სიმაღლეზე და შენ ხენზე დაყენებული და ვერაფრით რო ვერ გასწავლა იმ ძალიან ძულმა ინსტრუქტორმა რომ თეძო უნდა მოატრიალო, აი მაგის ოფსეტს რო აკეთებს ჯოხი ფორმით რომ თეძო არ მოატრიალე, მაგრამ რო გიბალანსებდეს ჯოხი გაიქნა. ან რაღაცა ჩაინიკები ჯოხი არსებობს რაღაცა. მაგას მინი გოლფი. მინი გოლფი? როშ მოძრაობა. მაგრამ მინი გოლფიც მაგარი ძნელია. ანუ მიზი არში ხონა დაუპირდე. კი, ავღანეთში არის, მაგრამ ხო ტონ რაღაცა ისინი ხო არის რომ ბილიარდის შემცველობა რო აქვს თავის. მაგრამ ეს საგეფო თემატიკა არის და ხო ეს არის კიდე აი რამდენად პატარაზე შეგვიძლია დაუბეჭდოთ. კი. და აგერ უჯრედებში თუ უჯრედებზე მოახერხეს დაბეჭდვა, მაგრამ არა როგორც FDM-ი, ანუ არამედ უფრო როგორც რეზინის პრინტერები. აუ, მოგეს. მეთოდი როგორ მუშაობს? რომ ზუსტად რა მასალა იყო? ფოტო რეზისტენტი. რაღაცა ფოტო პოლიმერები ეძახიან ამ რეზინის პრინტერის მასალებს. ეხლა აქ არ ვარ დარწმუნებული თვითონ პოლიმერი არის თუ არ არის, მაგრამ პრინციპი რა არის, რომ უჯრედში მოახვედრე რაღაცა ფოტოსენსიტიური მასალა. ფოტოსენსიტიური მასალა. და შემდეგ სპეციალური ლაზერით ასხივებ უჯრედს, რომელიც საერთოდ არ რეაგირებს ამ შუქზე და შეიძლება ატარებს რაღაცა ზომით და უჯრედის შიგნით ის მასალა, რომელიც შეიყვანე ამ შუქზე მე რეზინის პრინტერის პრინციპით უცებ მყარდება და შეგიძლია რომ უჯრედში ჩახატო. ანუ ამებაში შეგიძლია რომ არტი გააკეთო. ნებისმიერ რაღაცაში, თითში, ანუ ტატუ შეიძლება გააკეთო ეგრე ხო? რამდენი დაჭირდება? ანუ ხომ არა, ანუ ის არის რა რაღაც ანუ უჯრედოვანი ტატუ. ხო, არა, უჯრედოვანი ტატუ რა რაღაცა ხელზე რო შეგაზილონ რაღაცა და სკანის უჯრედებში რო გაჯდა ეს ტიპი, მერე დაანათე და ჩუჯილა კარგი არ იქნება ეგ. ალბათ არ იქნება, არაფრის დიდებით არ იქნება კარგი, მაგრამ პოტენციალს ვლაპარაკობ უბრალოდ ტექნოლოგიის, რომ იმიტომ რომ შეიძლება ანუ ეხლა ამ წამში არ ვიცი რაში გვჭირდება ის რომ უჯრედში რაღაცა მყარი შიგნით გააჩინო, მაგრამ შეიძლება არ ვიცი მე კიბოს ან ებრძოლო ან გააჩინო მაგ მეთოდით რა. მე უფრო ამასთან რო დავიკითხე ბატონს, ანუ დაახლოებით აი მაგნიტორეზონანსული სკანები რო არის. ყველა მაგნიტორეზონანსული სკანი ხო ანუ სხვა ნეირები არსებობს, რაც ყველაფერი სრული ფერის რაღაც ნეგატიური და რაღაცები და ერთ-ერთი ვარიაციის დროს რა ადგილსაც ასკანირებენ, ნემს უკეთებენ სპეციალური გამომსხივადი ელემენტით რა, ისეთი რომ ანუ რა ნაწილიც უნდა გამოჩნდეს თუ კარგად გამოჩნდეს. კი. ხოში. და ესეც
მასევე რო იმუშავოს, ანუ ურჯეთში გაინტერესებს რაღაც, ანუ ეს როგორ რატომ მუშაობს, ანუ ვიცით რომ მიტოქონდრია და რაღაცეები, მაგრამ ანუ ზუსტად აი ეს საჭმელი რო ჩავა როგორ მოიცა აქ საკვანძო რაღაცა გამოხჭა კიდე. ანუ რა ამ სტრუქტურას რო ქმნი უჯრედში. უჯრედი რომ მიტოზურად მრავლდება, ამ სტრუქტურას მერე გამრავლებას უწყებს. ნუ მაგრამ როგორ აკოპირებს მაგ ელემენტს? ხო და მაგ ელემენტს არ აკოპირებს, მაგრამ მაგ სტრუქტურას იმახსოვრებს რაღაცნაირად და აკოპირებს, ხო და ანუ SARS-ის სპონდი რაღაცა რო ანუ ეს თუ ჩააწებე ეს უჯრედი მე ანუ სრულ ორგანიზმში დატუ რო გაქვს. კი, რაღაც ეგ არის რა ვიცი, ანუ ჯერ ძალიან წინასწარი, მაგრამ პროცესი ძალიან საინტერესო იყო და მაგითო ჩავაკვეხერა, იმიტომ რომ ბევრი არ მესმის არაფერი, თან ბრიტანელი მეცნიერებს არ უთქვამთ, ეს სლოვენიელმა მეცნიერებმა თქვა და სლოვენიელებს ნასლობა ვერ ენდობენ. ცენტრალური აღმოსავლური ევროპა let's go. ერთი ძალიან საინტერესო იდეა, ანუ ძალიან ისეთი სამარად ანუ იდენტიფიკაციის მომენტში. ანუ შეიძლება მოგოლში საჭირო იყოს, მაგრამ ანუ დავთვალე ეგ ღვიძლში რო გაუკეთო ეგ. ანუ ღვიძლი მე ანუ სისხლს ხო აწარმოებს. და ანუ სისხლის ყველა უჯრედში რო ქონდეს, ანუ შენი შტრიქ კოდი. და ანუ რაღაც რაღაც ძალიან სიკი ანუ თვალის გუგის ანაბეჭი და თითის ანაბეჭი და ეგეთ რაღაცა რო არის რა. კი. ანუ მაგის მოპარვა ხო შეიძლება და ანუ ამას ანუ კი ვიღაცა ნებს დაგაჭიროს ან დასხს მან, მაგრამ ეგეთი რაღაცა რა, ანუ ან შენი პიროვნების დამადასტურებლად რაღაცისთვის ან კი paternity test-ი. ხო, საინტერესოა, ხო. ხო და ასე რომ ჩიპავენო ვისაც ეშინია, ხო ზეხა რა საყვარლები არიან, რომ ჩიპი ჭირდება მაგ საქმეს რა, ანუ რომ წარმოუდგენია ხალხს რომ ხო არა რაღაცა ხელსაწყო უნდა ჩაგიდონ. არა, არაფერ ხელსაწყოს არ ჩაგიდებენ. აგერ ტიპები სლოვენიელი ძმები მოვლენ და ლაზერს ჩაგანათებენ უჯრედში და მე ის უჯრედი გამრავლდება და იმ ამათ ჩანათებულს თვითონ გაამრავლებს და всё მორჭა მონიშნული ხარ საუკუნოდ. მაგრამ ანუ გას შემდეგი არ კიდე ღვიძლზე რო ვიძახდი. კარნეგი მელონის მან აიღო 28.5 მილიონიანი ინვესტიცია, რომ გააგრძელონ მუშაობა რეგენერირებად ბიომასალაზე. და ანუ ამ შემთხვევაში ღვიძლის მეტოქეობა ღვიძლი ყველაზე მაღალი რეგენერაციის უნარის მქონე ორგანოა ისეც ადამიანში და საინტერესოა. ბატონ ეგ არის რომ ანუ ისეც ანუ ადრე ხო დაუბეჭდათ წინას დროებით გული რო დაბეჭდეს. კი. მაგრამ ის არის ანუ ერთი ფორმა დაბეჭდი და არის. ანუ ცვალებადობის მომენტი არ აქვს. ანუ ეს ღვიძლი როგორი იქნება, რომ შეაზელ რა ღვიძლზეც მიდიხარ და მე შეეწოვება. ანუ ეს აუჩი ღვიძლის მაგრამ საერთოდ რაც არის რომ ანუ უფრო რეგენერ ანუ დაახლოებით ანუ ბულვერინის პონტის თემა. ხო და არა ანუ ის არის აი ერთი ორგანო რომელზეც შეიძლება პოტენციურად იმუშაოს აი ეგეთმა რაღაცამ რომ აი ფათი დაატყეპე და იმ ფათი მოარჩინა ღვიძლი ალბათ მაგრამ არა ეს ფათი თავის თავს არ აგენერებს რა. ხო. ანუ ახალ ანუ და ის ფათი ხო ღვიძლად უნდა გადაიქცეს. ანუ რასაც გეიმათად გადაიქცეს, უბრალოდ ბიომატერიალი არის. რომელიც ანუ შეძლებს თვით რეპროდუქციას რა ანუ ჩათვალე. და ანუ ღვიძლში ვადებთ ამას რაღაცას ადამიანს და თვითონ არის ღვიძლი. ანუ რაღაც ცხოველს ხუნი, რაღაც პეგასში იქნება. ანუ იმუშავებს როგორც ღვიძლი, ანუ ღვიძლი ხო რა მოაჭერი ხო იზრდება უკან. და ეგეც რომ ანუ საწკის მდგომარეობაში დაბრუნების მოღამიდან შესაძლებლობა რო ქონდეს რა. იმის რომ თავის თავში რაც არის ისო არსებობს რა. ანუ რეგენერაციის უნარი რაც არის უცებ მაგალითად. ოკეი. ასე და როგორც ითქვა რომ როგორც ვიმანი ბოლვერინის ღვიძლი საკეფო მე ანუ ისე რომ დანამატებს და რაღაცის ძილს გაუკეთებ ანუ თქვა აი მადრეუსთან ის ძვლის სტრუქტურები და რაღაცები რო არის ის ხომ მაინც ორგანიზმიდან გართვეს რაღაც ნაწილაკებს რომ გააკეთოს მაგრამ თუ აი დააპროგრამირა ეს ბიომასალა რომ ანუ შეხარ ძვალი და გაიზარდე როგორც ძვალი
და ანუ ორგანიზმიდან რო არ წაგართვას არა წაგაწართვევთ რაღაც ხონა ჭამოს ეხლა ისე ვერ გაიზდება ხო მაგრამ ისე ვიძახი ანუ თავისი რასებით თუ ქონდეს ანუ ის ხო ანუ მანდაც ხო ის ძვლის რაღაც ის ხო იშლებოდა და აჭვევდა ორგანიზმს რო ძვალი გახდებოდა ეს პირიქით არის რა რომ ეხმარება რომ თვითონ შეეზავოს რა ხო ესე იგი ჭამს ეს თუ არ აჭვევს ესე იგი ჭამს ანუ ჭამა ყოველთვის ხდება რა შემდეგი ავიღოთ ჩაკობლინი ჭამა ხო ბაზარი არა აგერ რა ერქოს ამ კომპანიას ხავე ხო sweet robo კი ბატონო კბილი რობოტი კბილო რობოტო ხო ჩახტვენ ანუ 3D ბეჭდა ხო ანუ გესტატუა ჩვენ ანუ პლასმასით და ანუ პლასმასოიდებით ბეჭდავთ მაგრამ აგერ არსებობს ანუ საჭვლის პრინტერები და მithles ანუ შოკოლადის პრინტერები და თემა გააკეთეს ანუ შოკოლადის ანუ ეს vending machine უბრალოდ ანუ პრინტერი არის შოკოლადის პრინტერი ვიღაც სხვა ტიპს ქონდა აქამდე ანუ ბევრს აქვს რა თქო და ძნელი ამოსახსნელი თემატიკა არ არის მაგრამ ანუ ზოგადად მაგრამ ავთოს გააკეთა ეს პრინტერი როგორც ჩადის ამ მანქანაში ანუ შეგვიძლია მიხვიდე მაგ მანქანასთან მე როგორც მომხარებელი აერჩიო ფორმა ან შეიძლება შეგეძლო მინდა რაკეტა და ჭერ რაკეტას და დაგიბეჭდავს რაკეტას მოგცემს შეჭამ დაახლოებით იმასავით არის გემზე როგორც ვარაუდობდი რომ ნაწილები მუშაობს რაღაც ესენი იჭმევა იაპონიაში ხო ანუ vending machine-ების ხო ბუმი არის მან როგორც პიცების მანქანები როგორც არის მან რა მაგას ანუ უბრალოდ ხო მატერიალები უდევს და უბრალოდ თავისით ანუ რაც თომს უცბად იქვე შეურევს ანუ დაატყერებს ყველაფერს როგორზე გაასტორებს და გაზებს პიცას ანუ იგივე და ანუ ეს დასაკეფი იქნება ანუ სახში ესო დამიდგა ალბათ დიაბეტი დაემართება მეორე დღეს მაგრამ აი დაბადების დღის ცენტრებში ან რაღაც ეგეთ ადგილებში ანუ პარკში სადმე ანუ უბრალოდ პარკში კი ან ქუჩაში მაინც ანუ შემოსარიდებელი უნდა იყოს რაღაც მომენტში ანუ რაღაც ისეთ ადგილას უნდა იყო რომ დაელოდო ერთი რა ვიცი მე ალბათ 1-15 წუთი ხომ უნდა ეხა თვითონ რაკეტას რა ხო და ქუჩაში ის არის ანუ ქუჩაში ანუ ყველი გამონაბოლქვი რაღაც ანუ ფილტრაციის სისტემა როგორი იქნება და ეგ ყველაფერი მაგდროზე ხო პრობლემა შენობებში და ხო და ზიურში რო იყოს ქვემოთ და იქ ბომბორას პარკში ან ბომბორას პარკშიც კარგი იქნებოდა ხო მაგრამ ოფისებში ცოტა დაბადების ცენტრებში და ეგეთ რაღაცებში ანუ უბრალოდ ეგ ამის ქირაობა რო შეგეძლოს რა ხო ანუ ივენთისთვის ქირაობა რო შეგეძლოს რომ რაღაცა ის პრინციპში ანუ აი ჯუკბოქსი სადაც დგას ხოლმე ანუ ყოფილი ვარ ბარში რო სიმღერა შეუკვეთე და 1-2 საათი უნდა იმ სიმღერის ამოსვლას ხო და ანუ რა თუ 15 წუთში ბეჭდავს ან რაღაც ეგეთ გონივრულ დროში მაშინ ხო რა სადღაც ბირჟაობ და შეუკვეთე და თუ წახვედი იქამდე კიდე ვიღაცას გავახარებ რა pay it forward უკისრე ბაყაყის ფორმის შოკოლადები და შემდეგი ეგრე არის ერთვერად იგივე და ეს ანუ მანქანა დაბეჭდა თავიდან ბოლომდე ადამიანო და ანუ ეს მაგრამ ანუ YouTubers ქვია Mike Lake-ის ჩანელი და ანუ მე მგონი ეს იყო ელეგუსთვის ერთი ყველაზე დიდი რეკლამა ხო იმიტომ რომ ნეპტუნზე დაბეჭდა ანუ ნეპტუნ 20 პროზე დაბეჭდა რამდენიმეზე არც ყველაზე სწრაფია არც ყველაზე ეფექტიანია არც ანუ თან $500-იანი $350 პრინტერი არის ხო რა მაგრამ ისე რომ ეს ვიდეო ისე გავარდა ანუ ერთი რამდენიმე წელი ხო აკეთებდა მანქანას ანუ რომელი იყოს ახლა Porsche Boxster 991 თავის საყვარელი მანქანა ანუ იმდენად პოპულარული გახდა რომ ანუ Porsche-მაც მისცა მე ეგ მანქანა ზუსტად მახსოვს რომ ანუ აგერ რაიჩაიჩალი ხარიან მანქანა ფული არ გაგდა მაგის მოგეთ ეს დააგაკეთე და ანუ მიზან აღვნიშნე ანუ ელეგუს სახელი ხო სულ ტრიალებდა იმენა რომ ანუ ამაზე დაიბიჭდა ამდენი დრო დაჭიდა ამაზე და რაღაცეები და ანუ უფასოდ ფულია ტირეტება და ეგეც რეკლამა და ანუ ვიდეოსაც რო ან ჩავაგდეთ ქვევით ლინკში ანუ იმე მაგარი იშრობა და კაი დიდი ხანი დაჭიდა. ვიცი კაპოტის ქვეშ რამე ხდება? არა, ანუ მეტად ანუ მე მგონი თუ რაღაც ისეთი არის რა, ანუ დაბეჭდილი რაღაც ნაწილები. ანუ ვიზუალი ანუ დიდად არ მუშაობს, მაგრამ თავმოყრად ვიზუალი არის რა. ხო და მანიაკი შეუძლება ყოჩახ რა. მაგრამ ეხლა რომ მე რო ვიცოდე რომ Porsche რო დავბეჭდა, Porsche-ს მაჩუქებენ, დავბეჭდა მე 2 წელი არ მოუნდები რა, ისი მაგრამ ვინ მაჩუქებს მე Porsche-ს დავბეჭდისთვის რა.
Porsche-ს არ მაჩუქებს Porsche-ს დამოჭისთვის. ხო, შემდეგი არის კიდე პორტატული ფაბლა. მაგარი ძალიან კარგია. ესე ხო. პორტატული ფაბლები? ეს დავაკითხო მომგონი, ხო. ყველაფერი. ხო, Forgex-მა გააკეთა კონტეინერის სახლები რო არის რა. ანუ მე AliExpress-ზე და Alibaba-ზე რო შეგიძლია იყიდე და ანუ მოდის კონტეინერი და მანქანა მოიტანა, გადმოიღო, დადო და всё, ცხოვრობ იქ. არა, ეგეც არის, მე გარმოშკასთავით იშლება და ანუ ერთი კონტეინერის მაგათ რაც კონტეინერში ას ჩაეტია კედლები, ანუ იშლება და ხო, თითქმის სახლი გაქვს რა ძალიან. ანუ დაახოთ ეგეთი რაღაც გააკეთეს, ანუ პორტატული ფაბლაბი ქარხანა, დამატებითი წარმოების სისტემა, ანუ იგივე კონტეინერი არის, სადაც ანუ ჩვენ 3D პრინტერი ლაზერით გავირების და ეს მანქანები რაც კომპლექტაცია ხააწყო. შეეტევა რა, ხელა. ანუ ისე კომპლექტაცია რაც დიდი იმას გააკეთეთ. კი. და ანუ უმეტესად კი, ეხლა ნუ ჯარი იყენებს ამას, მაგრამ ისე ნებისმიერ შეუძლია ანუ ქარხანებს და რაღაცებს, ანუ თქვა ეწევდგე რაღაცა გჭირდება პროტოტიპირება, მაგრამ სადღაც ხარ სხვა ქვეყანაში რაღაც კონფერენციაზე. და ანუ იქვე გჭირდება ბრახ. შეუკვეთეს, მოიტანეს, რადგან გააკეთე. ანუ მე ვიტყვი ამ დიდი კომპანიების დიპოზიტები და რაღაცები რა, სადაც დრო არ რა მაგის. არა, შეიძლება პირიქით როგორი პონტი იყოს, იცი? ანუ აბა მოიტანონ თავის რაღაც. არა, რომ დავუშვათ რაღაცა ქარხანა გაქვთ თბილისშიც, რაღაცა სენაკშიც და თელავშიც რა. და ნუ ყველა ერთ დონეზე არ არის ტექნოლოგიური ადვანსმენტის თვალსაზრისით ქარხანა, იმიტომ რომ რაღაცა თბილისში შენ ხარ და უვლი და მუდმივად რაღაცას ანახლებ და ახალ მანქანებს ყიდულობ და ინტეგრაციას უკეთებ და ასე შემდეგ და ისინი ცოტა მოძველებული ტიპებია, ან რაღაცები აკლიათ რა. და მუდმივად გირეკავენ რომ ეს გაგვითავდა, ამაში დაგვერხა რაღაცა ხო და იმის მაგივრად რომ ეს სია გაუგზავნო, ერთ კაცს ორ კაცს დასვამ, ერთ ტრაილერზე ზის, მეორე ჭირკედელა და ბუმ გაუშვი ყველაზე ხარ ორ კვირიანი მივლინება აქტივს და უბრალოდ გადაშალა ეს ქარხანა, წაიმუშავა შიგნით, რაც სჭირდებოდა ყველაფერი დაუმზადა. მაგრამ შეიძლება შენი ქარხანაც არის, მაგრამ ანუ ეგ მანქანა გაქვს უბრალოდ და ანუ უბრალოდ იარო სოფლებში და ქალაქებში. ხო. რომ აგერ ანუ 2-3 დღე ვარ აქ. კი, ყველაფერი ჩიკი 2 დღით. მაგას ან შეიძლება უბრალოდ იყიდო ყველაფერი ალისთვის ეს და არა აუშენო ცალკე რაღაცეები ან რაღაცას. ეს დავუდგე ეს სტატის მანქანები როგორც არის ხოლმე რა ვიდეოში ეს ნაყინის მანქანები რა იგივე ყოშად გაჩერებას დრო მიდიხარ და პანჯერას სახებ და აბა სამ მეწო იაფარი ხო ეგა რა ამარაგინა დრაკონები კვერცხები მანქანის ნაწილები თვითფრინავები ბომბები რაც გაგიხარდებათ ყველაფერი კეთდება ერთ ოთახში ყველაფერი კეთდება. და მithmetes საერთოდ შემდეგი ახალი Kickstarter-ით მithmetes ყველაფერი. ხო. რაც არის 10,000 ევროიანი რკინის პრინტერი. რაც ანუ ხო რაღაცა გქონდა. ანუ ადრე რომ ანუ ტიპი აპირებდა რომ გაეკეთები და მაგრამ მოიცა 40,000-იანი გქონდა ადრე და ეგეთი იაფი არაფერი არ გაგვიგია მეთქი ვიძახდით ხო ხო და $10,000-იანი პრინტერი. ხო, ეხლა ანუ Kickstarter-ზე ანუ early bird price რაც არის, ანუ ძალიან ადრე თუ შევუკეთე 8500 არის, მაგრამ საბოლოო ჯამში 10,000 არის MSRP რაც არის. მაგრამ ის ანუ იყო 128 მმ, 100 მმ-ზე და 150 მმ-ზე არის. ანუ იმ $40,000-იანი ტიპი რაც ვახსენეთ აქამდე. ვინ 100 იყო? ხო, 100 იყო ჩაკუბებული და იმაზე 1.5-ჯერ კი არა, 1.5-ჯერზე მეტჯერ უფრო დიდი მოცულობაა და 4-ჯერ უფრო იაფი ხარ. ნუ 3.5-ჯერ ევრო და დოლარი. ხო, ნუ ეგ არის. მაგრამ ის ანუ პაცკა არის. პაცკა არის, მაგრამ ვენაცვალე პაცკას ახლა თლა დესკტოპზე რამდენად იდება არ ვიცი, მაგრამ პრინციპში დესკტოპი არის, აბა რა არის. მაგრამ ის ანუ კაი მძიმე იქნება ის. მაგრამ მე ისე რომ ანუ ესეთი პატარა რაღაცეები, ანუ მაგ ზომაშიაც ჩაეტიოს. ანუ კი ჭანჭიკები და რაღაცეები, ფუნქციონალური ნაწილები, რამდენების თავები, ყუთების შასტეები და ელექტრობის შასტეები, ხო, სამაგრები, ოხრად, მანქანის ნაწილები. ხო, კულერების ბრაკეტები ალბათ ასევე. ან რაღაც ამ შემდეგ ბრაკეტები ყველაფრის და ყველანაირი. არა, მე მგონი უმეტესობას ანუ
კომპიუტერის პროცესორის კულერაც გვიყენი, მე მგონი მაგაში დაიბეჭდება და ჩაიტევა. ხო. ხო. ცოტა მძიმე ხო არ იქნება მეტალის კულერი. ანუ მეტალის არის ყველა. ალუმინის არის ან რაღაცის არის. არა, კულერი იმას ფენებს გulis ხო? ფენებს მე ვიძახი თვითონ აი ბლოკი რაც არის რა. ხო. დაუცილებელია რომ ალუმინის იყოს ეგ? ანუ კოფერის ან ფოსფორი რო იყოს რა. მოგამტარობა. ფოსფორის არა აქვს მოგამტარობა მასეთი. ოკეი. ანუ ფენს გააკეთე, მაგრამ კოფერ ბლოკი რაც არის. კი. მივხვდი, ჰიტსინკი, ხო, თვითონ ჰიტსინკი. კი, უეჭველი მეტალის უნდა იყოს ეგ. ხო, მაგ ჰიტსინკს დაბეჭდა, პატარა ჰიტსინკს დაბეჭდა. ჰიტსინკის, მაგრამ ანუ ეგეც კაი, ამითოს ანუ ესეთ ფასში ანუ რეალურად საქართველოში ანუ ჩვენ ხო ეს ანუ თუდად იღებს, მაგრამ სიმართლე რა თქმა უნდა, ღარიბიერი, მაგრამ ანუ კარგი გაგებით რა, ანუ ვერა ძვირ საათებს ხო არ გვიდოთ, ანუ ცდილობთ რომ შევაკეთოთ რა ბევრი რაღაცა. ანუ მაგ ისტორიიდან გავამჯერე და მაგიტომ იმით ელია ვადალილო მაგიტო გვაქვს რა რომ ანუ ხო რა ნახდირის ნახდი დავაი გამოუში მუშაობდი. აუ ისე ეგეთი რაღაცა რა ანუ აქ ანუ ელია ვასასწავს აი ეს რომ ისე. რამდენი რაღაცად გააკეთებენ. ფულს დაწერენ რა უეჭველი შოუიან რა რაღაცა გააკეთებენ. ზოგიერთი რაღაც ნაწილი ანუ თუნდაც მანქანის ნაწილი ძველი საბჭოთა მაცივრების ნაწილები და რაღაცები რო ანუ ხალხი იყენებს მუშაობს, მაგრამ მაგის ნაწილი არ იმუშაობს რა. კუბაზე ძმაო. კუბა ხო დედაქალაქია მთელი კი არა და ანუ ის არის რა. მინდა რომ კუბა ხო რაღაც ამერიკის ემბარგოში მოყვა და უცებ ტექნოლოგიური იზოლაციაში რო აღმოჩნდნენ ყველაზე მეტი აი DIY მაიმუნობა რომ რაღაც ხაზე ხარ მაციურის ფენის და მანქანის ნაწილებით რომ რაღაცა კიბორგი არის აწყობილი და ანუ ყველაზე მეტი ეგეთი კონსიუმერ ელექტრონიკის უცნაური ჰაკები კუბაზია ეხა იმიტომ რომ ის იყო რა ანუ ჩატ იმიტომ რომ ჩვენც იგივენაირად ვართ რა თვალსაზრისით რა რომ ეხა ცდომა გვაქვს მაგრამ ფული არ გვაქვს ხო ცდომა გვაქვს ფული არ გვაქვს და საბოლოო ჯამში თან კიდე წყვეტა მოხდა რაღაცნაირად ტალანტს შორის ტალანტში რატო რა რომ ანუ ახალი ტიპები არ გაზრდილან ტექნიკურები იმდენი რა ხო რაღაც უმეტესობას ელოდებოდნენ დადი იყავი იურისტი იყავი ექიმი იყავი ბიზნესმენი ხო და ეხა არა ინჟინერი რა ისი ხო და ეხა თუ არის ვინმე ინჟინერი ხარატი რაღაცა რომელიც თვითონ ჩალჭობს რაღაცებს ძირითადად არიან საბჭოთა კავშირის დროს რომ მაშინდელ ტექნიკაზე მუშაობდა ის ხალხი და იმათი შეგირდები რომელმაც ისევ საბჭოთა კავშირის დროს არსებულ ტექნიკაზე ისწავლა და არა ახალ რაღაცებზე რა ანუ თუ ანუ გაცილებით უფრო ნაკლები ტიპია და მართლა სანთქით საძებარი და გამორჩეული და კარგი ტიპები არიან არსებობენ რა ანუ რამდენიც კიდე იმდენია მაგრამ იმდენი არ არის რამდენიც უნდა იყოს ქვეყანაში რა მაგას ვიძახი ანუ რამდენიც იქნებოდა ეგეთი წყვეტით რო არ მომხდარიყო იმიტომ რომ რაღაცნაირად ის იყო რა რომ ქვეყანა აირია უცებ ყველაფერი დაიკიდა ახალი რაღაც ახალი ვისაცოდნების და ინფორმაციების და ხო ვისაც ყოქონა წავიდა და ანუ ეს საწარმო ნაწილში ძველი შემორჩენილმა ტალანტმა რაც მოხერხა რომ რასაც ახერხებს რომ იმუშაოს და იმიტომ რომ ეხლა აი დაზგები ძირითადად ისევ საბჭოთა დაზგები ანუ რა ვიცი მე იმის აი სახარატე დაზგების ჯგუფში არსებობს Facebook-ზე სახარატე დაზგების ჯგუფი რა და სუსაბჭოთა დაზგები არის რა ანუ და ანუ თუ მუშაობს ანუ ხო და თან მოშევასენ ანუ კაი ჯგუფებია რა არა ხომ არა ანუ რას გემი რა $3-4-5,000 ღირს ის დაზგები რომელიც რაღაც დავშვა 10 წლის წინ ღირდა $700 $500 რა ანუ ეგ რას შევს რომ ინტერესმა მოიმატა ზოგადად წარმოებისა ქვეყანა იმიტომ რომ ანუ ეს თავობა რომელზეც ვიძახდი რომ არ გაიზარდა და არ მოხდა თქო რა ნუ არა წამოეწია ნელ-ნელა შედარებით ახალგაზრდა ხალხმა დაიწყო ჩალიჩი და რაღაცების ხელებით კეთება მაგრამ ანუ უკეთესი ქვეყნების გაკეთებული უკეთესი დაზგები ძალიან დიდი საფასო კატეგორიაა და ეს უფრო ხელმისაწვდომი საფასო კატეგორიაა. აი სახარატე დაზგას ძვირს ვერ აღვიქო რაღაც მომენტში რა ანუ ძრავა რომელიც ატრიალებს ანუ ერთი რა ქვია დრემენი ერთი ძრავა ანუ სხვა არაფერი არა თვითონ მთელი ეს მეტალის კონსტრუქცია და სიზუსტე კიდე ანუ მაგრამ ისე ვიძახი რა ხო არა ისე ხო რა ვიცი ერთ ძრავას შეერთე და რაღაცა რო ტროალებდეს
ეგ რო ზუსტად როალებდეს და რაღაცას რო გახრეთ ხრელები რო ზუსტად დასვას მე თელი მაგია ეგაა რომ მაგრამ ის ანუ რახელა გაცხოვება რათა $500 ვერსიას და $5000 ვერსიას ანუ ეგ ზომა корпуსი რამდენი солидურია ტიპი ანუ იმიტომ რომ მთლიანი სტრუქტურის სტაბილურობა გაქვს რა ანუ მიწის როგორც დავშტე ხა 3D პრინტერი ჰაერში ჰამაკით რო ჩამოკიდო ხო არ ერღვევა არაფერი რა ხო და ისევეა ის ოღონდ 3D პრინტერის სტრუქტურა თუ არ რაღაცა ერთი რაღაცა ექსტრუდიდ ალუმინის ჩონჩხი მაქსიმუმ თავისი სიმყარით იქ უცებ რაღაც რკინის უბედურება გაქვს თავისი სიმყარით და ხელი როგორც არ უნდა აგიკანკალდეს მილიმეტრის მიასედით არ გაგიქცევა არაფერი თუ სწორად დააყენე თავიდან ხო და სად მივედით საიდან აღმოჩნდით აქ რას ლაპარაკობდით საერთოდ ლაპარაკობდით საქართველოში ტექნიკური ხალხის წყვეტაზე ხო და ეხა ის არის რენესანსი გვაქვს ჩემი აზრით რა ანუ ჩემი აზრით ძალიან დიდი რენესანსი გვაქვს ეხა იმიტომ რომ ალბათ ერთი მიზეზი ის მგონია რომ უბრალოდ არ ვიცი რაღაც ინტერნეტი ყველას ქონდა ინგლისური ყველა მიცის უკვე რა და თუ რაღაცა ინფორმაციის მოძიებაშებით მარტივი არის და თან ის არის ერთი ანუ და ისეთი ხალხი არსებობს ვისაც კოლ-ცენტრში და კრუპიეთ მუშაობა ფეხებზე კიდია ცხოვრებაში და ხელფასებით ესეთი არის რომ ანუ ხო რა დავიცი რა მაგრამ მეორე ის არის ანუ ერთი ანუ კოვიდმა ძალიან ბევრი რაღაცა ასწავლა ანუ ეგ პერიოდი ხო იმდა თვით აღმოჩენი მექერების რენესანსი იყო ეგეც რა დაქში დაჯექი დავაი აკეთეთ ღება ისწავლე ის ისწავლე ხატვა დაიწყე უცებ ვეღარ ყავი გამოიწერე მაგის საფულეები გააკეთე და რაღაცეები ასე სტრიმერობა დაიწყე და რაღაცეები ან შეისწავლეს და ეხლა სუდა ხედეს ანუ რომი შემძლებია უიფულსებს ხო და ანუ შემილია ანუ შეიძლება ანუ ამ მომენტში ცოტა ვიშოო მაგრამ მექანიერები წელს გაკეთება ან წავიდე და მენეჯერმა მაგინოს იმაში რა ქვია online კაზინოს ხო რა უბედურებას არიან სტუდენტის პირველი სამსხური რო არის ეხლა ხო evolution რომელი ჯობია ეხლა ხო არა ეხლა სიახლეებს და ნიუსებს რო დაუბრუნდეთ რომელი იყო შემდეგი ხო ეს კიდაზე რო დავრჩეთ ხანი კიდე ერთი მეტალის პრინტერი გაუსმა MT90 3D პრინტერი გააკეთა მაგრამ არის არა სტანდარტული რკინის პრინტერი რომელიც ანუ ფხვნილით ხო არ არის powder bed fusion-ი არის სტანდარტული FDM პრინტერი მაგრამ ფილამენტი არის კბილის პასტასავით რა ანუ რა თქმა მეტალის პასტა რაღაცა ანუ ისე არის ეგეთი ფილამენტები ბამბუსაც აქვს ანუ PLA შერეული რაღაცები არის რომელიც PLA შერეული რაღაც ფილამენტი მაგრამ ეს მოსხევადო ფილამენტი არის ეს ანუ რა ფორმას შეიძლება დაბეჭდავ და მე რომ ამოწვავ გარედან ასე და რჩება მარტო ეს მეტალი. ალბათ ნუ რაღაცა რაღაცა პროცენტული იმეთი. ძალიან თუ რაღაცეთი ფორმიეთი და კელებს შორის მადილი არ იყოს შეიძლება ხო. მაგრამ რაც ნახეთ ან ბრინჯაო რკინა სტილ პოლადი ხო ტიტანი და რაღაცეების ანუ აქვს მაგრამ ამ პრინტერთან მაქვს ერთგვარი პრობლემა, რომელიც ანუ თან გასაგები არის, მაგრამ თან მაინც არ მევასება როგორც მომხმარების თავისუფლების ადვოკატს. ეს რა ალბათ თქვი რა პრობლემა გაქვს. სხვა არ არის ფილამენტი. ანუ თავის ფილამენტი მუშაობს მარტო რა. რაც ანუ თავისი სპეციალური ტუბიკი აქვს, რომელიც ანუ ეს თავისი პატენტური ფორმის და წომის და რაღაცეების არის და სხვას ვერ ჩადებს. შეიძლება რა მოაჭე კიდე და იმაში ჩატენდეს პასტა მაგრამ ანუ ის მოდია რა ანუ ხო თან кайსა როგორ გინდა ანუ კარგი ისა რომ ანუ რაღაცა დებილებისთვის კარგი არის ანუ просто ღილაკ დაჭია და იცი რომ იმუშავებს ანუ თავიდან ბოლომდე ერთი კაფეს რო არის ყველაფერი ანუ წესი მე იყო მუშაობის დედულად და კარგად მაგრამ მეორე ისა რომ არ მინდა მე შენ ფილამენტი უფრო იაფად ვიპოვე სხვა ვარიაციები პოვე მე რა ვიცი მე დაუჰაკე და გააკეთებ რა დაუჰაკე უბრალოდ ჯერ უნდა იყიდო და რო იყიდო ჯერ უნდა მიწერო რა ღირსო და არ გეუბნებიან ანუ ეს კომპანიები არიან აი Facebook-ის კლიენტის ანტიპოდი რა რაღაც სამყაროში რა რო ხო ის Facebook-ზე რაღაცა პოსტზე რო პასტერი რაღაცა 200 ლარად ყიდი ბოტასებს ფეხზე არ მომივიდა და რა ღირს
და ესენი არიან უკუმა რა. ესე ამათ მართლა რაღაც უნდა მიწერო, იმიტომ რომ სხვა გზა არა გაქვს. არაფერს არ პატარა ნამიოქსაც არ გეუნებია. ჯერ პიროვნება უნდა დაუხასიათო, მერე გუნდმა უნდა დაურეკოს, რომ ის არისო რაღაცა ჩვენიანიო და მერე გეტყვის ფასს. ან ეგეთოს თარ ხო ვიღაც რო გითხოს ამას რამდენში გამეკეთებ და მომტერე. პირაჩი აი მე პირაჩი მომწერები არიან უბრალოდ რაღაც უფრო მაღალი მასშტაბის რა Facebook და ეხლა მეორეთან იგივე ნაირად არის ანუ GrabCAD Print Pro ანუ სოფტი არის რომელიც ანუ პრინტერების ფერმებისთვის უფრო არ გაგუქმნი და ასე და ანუ Stratasys ერთ-ერთი დაქვემდებარების პარტნიორი ორგანიზაცია არის და მაგათო დაამატეს ახალი სიმულაციის ვერსია თუნ ანუ software ანუ პროგრამაშივე რომ ანუ რისგან ბეჭდავ და რომელ პრინტერზე ბეჭდავ მაგის ამხელით გეუბნება რაც სუსტი წერტილი და ყველაზე მეტი ნეხი და წნევა და რაღაცები რამ ადგილებში ყובה მაგრამ და ჰიტმებს გიკეთებ შენ 3D მოდელის იმის გათვალისწინებით რამასალთა დაბეჭდილი და ლეიერებს ალბათ რაღაცა ლეიერების შეღები ლეიერ ლაინებს და ლეიერების მიმართულებას წინასწარ გითვალისწინებს და გეუბნება რომ ეს გადაიფურჩქნება აქ ეს აქ ასუსტი აქ ასაგაძლელი კაი რამეა მაგრამ პირველად მეც გეტყოდით უფასოდ მაგრამ პირველად ვნახე რომ პროგრამაზე იყოს ბიჭო მოგწერე და გეტყვით ფას ხო არა ანუ ისა და რაღაცა უნდა ჩაეწერეთ უფასო ტრაიალზე რა ანუ ის კი არა რომ დაიწყეთ უფასო ტრაიალი არა უნდა ჩაეწერე თვითონ დაიწყე უფასო ტრაიალი მე ანუ ყიდვა მინდა რო აწვევი რა მე მაშინ უფასო დემო ჩვენებაზე მოგწერე და მე გეტყვით მაგრამ რაღაცნაირად გასაგები არის იმიტომ რომ ანუ მის ეგეთ ინდუსტრიულში რა ანუ ერთი პრინტერი ხო არ აქვს ანუ რამდენი 100 200 300 ანუ სხვადასხვა ვერსია უნდა მოგცეთ ამ აპლიკაციის და ანუ ფას ხო ვერ გეტყვით ანუ იგენერეთ არის თქვა ნუ ბეჭდვის დროსაც და ანუ მithეს ფერადი ბეჭდვის დროს ხოლო ერთი ცალი ხო უფრო ძვირი ღის ვიდრე 10 ცალის ძალობითობა რა ანუ ეგ თემაში თვითონ რა ანუ კიაც 10 პრინტერისთვის 20000 ღის მაგრამ 100 პრინტერისთვის 40 ანუ რა ეგ თემა რა სავარაუდო და ანუ მაგით ურჩევნიათ რომ ანუ თან სავარაუდოდ ანუ ისეთი ფასი აქვს რომ ანუ ხო და არა ბოლო სერიაში ხო დაუგუგლეთ კი არა რაღაც $5000 რობოტი $5000 $5000 ხო მაგრამ წელიწადში $5000 რომ მიხდიდეს ახლა ვიდმე ვაფშე არ ვიზამდი არაფერს ვაი ისა რომ მას საუზრ მოგწერი რა გეცით ახლა ხო ანუ რა ვიცი ისა ხო მაგრამ ამასობაში ერთი კიდე ახალი პრინტერი თუ არა მე მგონი ეს არის უფრო საინტერესო ჯერჯერობით პრინტერი საბოლოოდ შემოინახოთ და MUHC-ის კვლევარებმა ორი ნახევრად მკვდარი მარათან ნიშური პოპულარობის ნაწილები შეერთეს, რაც არის ვირტუალური რეალობა და 3D ბეჭდვა. ორი ნახევრად მკვდარი ამ შემთხვევაში ვირტუალური რეალობაა, იმიტომ რომ 3D ბეჭდვა ძალიან ცოცხალია. ანუ ცოცხალი, მაგრამ ნიშურად არის ცოცხალი, მასსაც ხო კიდია რაღაც მაჩ ანუ. VR-ის იგება კი რა ზანდერი ანუ Apple Vision Pro და ანუ მიდის რა, მიგანეზი არის, მაგრამ აი შევბრი ხალხში დიათ არ არის რა იმდენად მე და რასისტი ამერიკელი 6 წლის ბავშვები VR chat-ში ვხვდებით ხოლმე ერთმანეთს და ეგრევე იმ სიტყვით მესალმებიან. ხვდებით რა, ანუ ვინმეს ვიცნობ და ხვდები უბრალოდ VR chat-ში რომ შედიხარ ვიღაცა რასისტი ბავშვი ხდება ეგრევე რა. მაგრამ რას საკეთებენ ფილტრების შეკეთების სისტემა, ანუ ანუ ზონდით, ანუ VR-ით ზონდით უყურებენ, ანუ ფილტრებს და ანუ უყურებენ რა ნაწილი შეიძლება იყოს დაბეჭდვადი და შესაკეთებელი, ანუ რომელს გამოადგება, რომელს არა. ანუ სრული ოპერაცია იქნება საჭირო თუ უბრალოდ ანუ ამ სპეციალურ ამავდენად ვიდახით, ანუ ბიომასალით შეიძლება შეკეთება და რაღაცეებით და მე ანუ მაგზონით ანუ შეკეთება და რაღაც რა. მაგრამ ადრე ხონო რა უბრალოდ სად კამერაზე რო იყო, უბრალოდ რა ეკრანი რო გაგდა დიათ ვერ ამოძრავდა და ჯოისტიკებით რო უნდა ეჩაიჩნდა. და ანუ პირდაპირ 360-იანი ვირო გაქვს, ანუ უფრო ალბათ გამარტივებული არის და პირდაპირ შეგვიძლია ანუ ხელების ან მეთოს ჯოისტიკები, ანუ ხელთვალები და რაღაცები თუ არის, ანუ უფრო ზუსტი იყო ხელებით ვიდრე რა ჯოისტიკით რა. მოეჭველი. ხელებზეც ჯოისტიკი, მაგრამ ხო ხელების ტრეკინგი ნელ-ნელა ბავშვი ვიღაც ტიპის ვიდეოებს მიყრის ალგორითმი გიჟივით
ანუ haptic feedback-ის საკუთარ იმას აკეთებს რა და ანუ რომ უყურებ საკაიფო ხელმძღვანელს აკეთებს რა ანუ ალბათ Kickstarter-ზე მოხდება ეგ ბიჭი ადრე თუ რამდენიმე არის მაგრამ ანუ ხო ანუ ესე ძალიან საინტერესოა რომ ანუ models ანუ ბევრი რაღაცა models სანამ ხელში არ დაიჭერ ხო ცოტა ანუ ვიზუალიზაცია ჭის რა ანუ კი მოდელებას აკეთებ მაგრამ სანამ არ დაბეჭდა რაღაცა კარგად არის მაგრამ აქ პირდაპირ თეორიულად ანუ ეგრევე ჰაპტიკური და ეგრევე ხედავ რეალობას ანუ მე ეს ძალიან კარგად მესმის იმიტომ რომ მე მიყვარს Gravity Sketch-ში რაღაცების დახატვა და მე დაბეჭდა ზოგჯერ 1000 ერთხელ ოღონდ Gravity Sketch-ი VR ხატვის პროგრამაა და აი ბავშვის ნახატებს ვით გამოდის უბრალოდ სამგანზო მართლა ბავშვის ნახატები რა ვიცი რა ძალიან თუ იჩაიში და ისწავლე შეიძლება რა მაგრამ აი თვითონ გები რაც აქ ანუ ხო მაგრამ თვითონ ის ნაწილი რომ აი მოდელი ესე დავათვალიერე ან სანამ დავბეჭდავდი ეგ თემა არის ხო და შეგიძლია რომ თან ის არის არ არის აუცილებელი რომ VR chat-ში დახატო ანუ შეგიძლია დახატო Blender-ში დახატო 3D Max-ში ნებისმიერ რავი სადაც მუშაობ იმაში მე გაიგეთ სათვალე ხო გადააგდო Gravity Sketch-ში დაიმპორტო და ანუ დაათვალიერებ შეხედავ აბა როგორი იქნება რანაირი იქნება რამე ხო არ არის და უბრალოდ იმ შეგრძნებასთან მისახლებლად რომ ხელში უნდა დაიჭირო მით უმეტეს ახლა რაღაც აი ცოტა დიდი ზომის რამე თუ არის ან რაღაც ან უბრალოდ აი რა ზომა გინდა ეგ რო იგრძნო იმ თვალსაზრისით რომ აი ანუ VR-ის მაგათ ანუ კიდე AR-ის ანუ augmented reality მაგიდაზე რო დადო რა შენი მოდელი და ნახო რა ზომა უნდა დაბეჭდო ხო რომ აი მით უმეტეს კიდე რა პუნქტია რა რომ ახლა რაღაცა ნიუტს ხო ეს ჭიქა რა ნუ ეხა ეს ჭიქა იმაზე არის რა ვქო იმას ფუ ალუმინის კილოზე არის მორგებული მაგრამ დაუშვათ არ იყოს კილოზე მორგებული და რაღაცა სხვა დანიშნულება ქონდეს ხო ანუ დაუშვათ შეიძლება 50-70 გრამი ფილამენტი ეხა იყოს ეს დაუშვათ ხო და სანამ ამ 70 გრამ ფილამენტს დახარჯავ დაუშვათ დავიჭირე ეს ჭიქა და აღმოჩნდა რომ კი ჯდება ყველაფერი მაგრამ აი ამ ხელა არ მიხდება და ცოტა უფრო დიდი მომიხდებოდა ან ცოტა უფრო პატარა მომიხდებოდა ან უბრალოდ რაღაცა რა ზომაში აღვიქვამ ჩემთვის ყველაზე კომფორტულად რაღაცას აი ეს პერსონალიზაცია რა ხო და პერსონალიზაციისთვის ხო რა ეხა VR-ში შეაგდები და უპ და გაზე ხარ ჩაზუმი ამოზუმე რაღაცა ზომაზე ჩამოყალიბდი და იმახსოვრე ის ზომა რამდენი პროცენტი ზუმზე იყო გადააგდე იგივე პროცენტით და ზომას შეაგდე დაბეჭდე ტანკში ზიხარ და ამ დაბეჭდაში დაგეხმარება Creality და მაგის ორი ახალი სიახლე. ერთი ახალი პრინტერი და ერთი საინტერესო გადამუშავების სისტემა. ანუ ახალი პრინტერი არის SparkX i7, რომელსაც ანუ Anycubic-ზე რო ვილაპარაკეთ ამასებში, ანუ იგივე სისტემა, ანუ Bethlinger-ი, რომელიც თავში იცვლიდა და ანუ უმეტესობა ეხლა ჯერჯერობით არის AMS სისტემები. ანუ AMS-ი არის ცალკე 5 და მაგალითად მე ერთი ბოუდენი ანუ 1 მილი გამოდის, რომელიც მე ექსტრუდერში საიდანაც მე ბეჭდავს. და ანუ აი ამ მილში სანამ ფილამენტს ჩადებს და გამოიღებს უკან რო ანუ ფერი შეცვალოს, მთელი მილი უნდა აიწოს და მე ჩამოიწოს. ხო, შეიძლება ანუ 1 წუთი დაჭიდეს მარტო აი ამ მოძრაობას რა ხშირად. და ანუ ამათობა იმიტომ რომ გიჟივით არ შეუძლია რომ დაატრია, არ შეიძლება რომ ძალიან სწრაფად რომ დაატრიალოს, მე რაღაცა გაიქცეს თვითონ ის ძაფი დაკარგოს. და ამათოგან პეპერ ექსტრუდერშივე აკეთებენ ამ ცვლილებას, სადაც 2-3 სანტიმეტრი ადი ჩამოდის ეს ფილამენტი, ანუ კათერი არის, ანუ ეს პატარა ოდნავ ფუფს აკეთებს, ანუ თან კაია რომ ანუ ნაკლებია ეს ფუფი აქ და უფრო სწრაფად ცვლის რა, ანუ das machst du damit 20-30 წამი ქონდა ამას სულების დრო ფორმეზე რო აჩვენეს რა ესეც 20 წამი კაი ამ ბამბუს ჯობია დროში ანუ კიდე ვორტეკის სისტემას საკესაც რო სულების დროით ესა ესეც აუ არ ვიცი ბამბუს ეგ როგორ დაემართა ვერ ხვდები მე მთელი ის მექანიზმი ჩადის მაშინ მაგაზე ვილაპარაკოთ ვორტეკის სისტემა რახან გაიხსენე და ატომ ფორმის 3D პრინტერი palette 300 ხო უსაფრლესი ანუ მაგას და multi nodal სისტემა ვორტეკთან უფრო ახლო არის
ანუ მაგას მიდი იბაზრე შენ მე პროსტა გახმოვანებას ვაკეთებ. ანუ vortex ხვალ ზევით ქვევით რო ჩამოდის გვერდიდან ნოზლები ამას კიდე ანუ რა რევოლვერით აქვს ამდე იყანი მაგის სიტყვისთვის ვაკეთებდი შესავალს იმიტომ რომ ვიცოდი რომ იტყოდი რევოლვერით საათის ისრები რევოლვერით ანუ წრეზე არის ნოზლები და ანუ ცვლების დროს ანუ ზევით ქვევით ამოაქვს სკიპ აი ესე ამოაქვს თუ ესე ამოაქვს რა ზუსტად ამას ატრიალებს ბარაბანს ატრიალებს და ანუ print bed-ის უკან მხარეს არის და უბრალოდ ანუ ეს extrude მიდის უკან ჩავა აიღებს ამას ხოს დადებს და მიდის უკან რა მაგას აკეთებს ასე ანუ ინდექსი ყველაზე კაი ვერსია რა მაინც ანუ სახესა დროს ინდექსი არა ყველაზე ანუ კი საღორო მაგას აკეთებ მაგრამ ანუ ბარემ უკეთესია იღებს ხო ანუ აი snap maker-მა და ინდექსმა ერთი წლით აჯობეს ყველას რა ანუ იქმა კიდე 5 წლით აჯობა მაგრამ 5 წლით აჯობა მაგრამ იმდენი ღირდა რომ არავის არ უნდოდა ეხა რავი რა ანუ კი მაგარია მაგრამ რავი მაგრამ ხო და საბოლოო ნიუსიც არის ეს არის ჩვენი კრეატივის გადამუშავების სისტემა ანუ შარშან ზაფხულში ერთი Kickstarter-ი იყო თუ ანუ Kickstarter-ი იყო თუ ასა ლუპი რომელიც ჯერ კიდე ანუ გამოდის არ გამოდის არ ვიცი მაგრამ ანუ სისტემა რაც არის უბრალოდ ანუ ძველი ანუ ფუფიან ფილამენტის ნატეხები ან რაღაც fail print-ები თუ გაქვს რაღაც ანუ მაგას დააბლენდერებ ამაში ჩაყრი და ანუ ახალ ფილამენტს გიგეთებ ხო მაგრამ ლუპის ისაც იყო ანუ ყველა სურათი რაც გადადებულა ყველა ვიდეო იყო დარენდერებული ანუ არავისთვის არ მიუციათ მუშა ვერსია და არცეთ სურათი არ გამორჩა მუშა ვერსია მაგრამ ანუ ვაკეთებთ მაგარია ბიჭო აი მაგ დროს რა ხდება ხოლმე იმპულს პროსტა ჭამენ თუ იკარგებიან თუ ანუ რაღაცა ჩარჯბექი არ არსებობს მაგ დროს ან ბერსაკ 30 დღიანი ჩარჯბექი მაგრამ ამოთა იქ და წელს გავაკეთებ და ეხლა დაიწყე მოცემული დააცევის ანუ მაგ თემაში ანუ რომ ძალიან იქით ვერ გაიჩენ მაგრამ ის და მოგიქცდათ რაღაცები და მეთქოს მაგაცა იდე რო არის მიი და მოკითხე თუ გახენ მაგრამ ჯერ საიტი არის და ჯერ იძახიან რომ კი ვაკეთებ ანუ ვიღაცა ტიპს უხდიან ფულს რომ თქვას ხოლმე რომ მუშაობ მაგრამ ის ვიღაცა ტიპი არის ანუ პოტენციური სკემ გავიგებ როცა გავიგებ მაგრამ კრეატივი მეგონი ცოტა უფრო კომპეტენტური და პროფესიონალი კომპანია არის ვიდრე რანდომ ან კრეატივს აი საერთოდ რა შეჭirdება ან snap maker-ს რა შეჭirdებოდა Kickstarter-ი ან კრეატივი მაგრამ აი ფასონის ამბავია მარკეტინგი მაგრამ ანუ ესე დაახოთ იგეს სისტემა არის ანუ მაგრამ ამასთან ბლენდერიც მოყვება თავისი რომ ანუ შენი საჭის ბლენდერი არ გააფუჭო და ანუ ეს დამდობის სისტემა რომ ანუ როლი გაიგეთოს რა შენი გორგალი ხო და ძალიან მაინტერესებს რა ფასი იქნება ეხა არ ვიცი თუ $1000-მდე იყო $1000-მდე ხო იყო რა ხა ნუ ეს ორი რაღაცა ერთად $1000-ში არ ეტევი ისე რომ და თუ 3000 რა ანუ რაღაცა AliExpress-ის რაღაცა ესეთი სისტემა რო დაიჭრა რა და მაგრამ ის ანუ ფლა მეგონი ზუსტად იგივე სისტემაზე არის გასვლა მაგაში ხო ფალეტები უნდა ჩადო და უბრალოდ ანუ დაჭეხილი შენი გამოყენებული ფილამენტი რამდენად ჩავე იგივე სისტემაში ეგ არ ვიცი ანუ შეიძლება კი შეგვიძლია აწყო მაგრამ იდეაში ფალეტები თუ ჩადის ეგ როგორ ვერ ჩავა ანუ ეგ არის შეკითხვა ხო მაგრამ ანუ მეგონი ფალეტები მაგრამ ანუ ინდუსტრიული და დიდი მანქანა არის ეს არის დაახლოებით აი სურათებიდან გამომდინარე ხო რაღაც მაგიდაზე ეტევა ხო ეთუაცე ბაბულას P1 P-ს და ეგეთი რატო ზომა არა იმას ვქნათ ეხა აი ის არის გვერდზე ფული ხო უდევს არა მაგრამ ეს რამდენად 4-ის ფულის სიგანია ხო მაგრამ ეს მეგონი 250 გრამის ფული ერთ რაღაცა ვაზიდან გამომდინარე ვაზიდან გამომდინარე ოი წერთამი ხო ძალიან ისეთი აი ეს თეფშიც ხო რაღაც გონიურულ ფარგლებში თეფში უნდა იყოს თეფშზე საერთოდ რატო დევს ეხა ეგ ფუფები აი ამ თეფშზე ხო აი აქ ხდება აი თეფში აი აქ ვიდი აი აქ ჩადებთ აი ამ თეფს რა ჭირს აი ამ თეფს რა ჭირს რა მაგრამ საკაიფოა ანუ კი რამდენი საპორტები და რაღაცები გრჩება ხოლმე და ანუ კაი რომ შენი ვერ შექმნათ ან ნაგავშარებს ეხა ეს ხო უეჭველი სტანდარტული ფული უნდა იყოს შიგნით რა ის ხო ხო და ერთი 2.5-ის ფული სიმაღლეა და 250-ის გააკეთო რა 3-ის ფულის სიგანია რომ ანუ რამდენ ფულს აკეთებს ხო და არა მე მგონი ანუ ნუ ისა რა რომ თუ პატარა ფულია ხო ვაფშე ეტევა მაგიდაზე ანუ რო ის რა პრინტი ანუ მე ხო მაგიდაზე დატევა ადობას ზომაო რა და მაშინ უეჭველი მაგიდაზე ეტევა რავი მაგრამ საერთოდ თუ გამოიყვანს მაგრამ კაი მანქანასაც კი $1000 ბევრი ჟღერს
მაგრამ თუ გჭირდება რაც ეს ვთქვათ მისცერი ფერის გარკვეული ფერის ფილამენტი ხო შენ ახლა რამდენი ლარის ფილამენტი გექნება ფუფები შენახული შენი ვარაუდი ანუ გამართლებული 1 2 2 5 ხო გაქვს შენახული ახლა საერთაშორისო 1 7-8 კილო არის 7-8 კილო თუ არის დავუშვათ 50 ლარობაზე ვიანგარიშოთ გაურკვეველი ფერის ფილამენტი 7-50 350 ხო მოგეთ კიდე ერთი ხო ეგ არის ანუ კიდე ერთი 40 კილო უნდა მოაგროვო რომ გიღირდეს მაგრამ ძალიან ინტენსიურად მუშაობ რა ანუ სრულიად გონი თავისუფლად ანუ ხო და მე იმიტომ რომ რა ფუფიც არ შეგინახავს მე არ შემინახავს მაგრამ თან ის ანუ ზოგიერთ სფეროში ანუ ბევრი ხომ მუშაობს ანუ ცოტა უფრო ინდუსტრიული და ფერმები რო არის ხოლმე რა ანუ მაგათაც ხოლმე თეთრი შავი всё ხო სხვა ფერის ფილამენტი არა აქვს რა ანუ просто თეთრ შავს თოთაკე შეინახავ და ისე თეთრს გამოიყვან რა ანუ მე მგონი ძალიან სწორი მიდგომაა ეგ რა ანუ რისაიკლინგი და გადამუშავება ყოველთვის კარგი არის და ნაგავში არ გადაყრა რა რაღაცეები და ანუ ამაში გაჩნდა ნობის ტემპერატურა და რაც როგორ ექნება ანუ კოკოლის ბოთლები და ეგეთ რაღაცეებით რომ ანუ ისეც ხორცებს კოკოლის ბოთლის საჭრელი რო არის რომელიც ან მე ფილამენტად აკეთებს მაგას ანუ რომ დაჭხე ჩააგდე მაგაში და გამოადე ხო და პოლიპროპილენის PETG გაქვს კოკოლის ბოთლი PETG PPC არ არის არა PETG არის პოლიპროპილენია კოკოლის ბოთლი ანუ კოკოლის ბოთლი ასე PETG არის PETG არ არის ხო ხო მომაწოდე ეს ბოტასი ხო აი ეს შავი და თეთრზე უნდა ვახსენო რა ეხა ეს არის გამჭვირვალეტებეო 95 ხო და იმის გამო რომ ცოტა აი ეს პრიალა ლაპლაპა და გამჭვირვალე არის ხო აი არა ხო ჩანს ხო და იმაზე შედარებით უფრო ნაკლებად დრეკადია ვიდრე თეთრი 95-ა ტიპი რაც უბრალოდ ისა ხო და რას გულისხმობდი რა რომ ანუ სავარაუდოდ მაგიტომ მუშაობენ არის ეგ ფერმები რომელიც მარტო შავზე და თეთრზე მუშაობენ რომ რეალურად ფილამენტებში ყველა ფერი რაღაცა პაწაწკუნტელა სხვაობას იძლევა კი მატერიალურ პროპერტიებში და მახასიათებლებში იძლევა და შეიძლება ეგ თავის ტკივილი საერთოდ ფეხებზე ეკიდოს ტიპს რა ერთი ისაა და მეორე ისაა რომ ანუ შავი და თეთრი მაინც ყველაზე პოპულარული და კლასიკური ფერები არის ხო და ანუ სხვა არ ჭირდება და ანუ მეორე ისაა რომ გაყიდვაშიც არის მით უფრო მეტი არჩევანი გაქვს რაღაცეებში რა მით უფრო ნაკლები გაყიდვები გექნება ხო ნუ აქ ორი რაღაც მე-13 რო გქონდეს რაღაცა შავი თეთრი ნაცრისფერი რა ანუ ახლა მომხმარებელს აქვს choice paralysis რა ანუ როაჩენ სტურათი ანუ გინდა რაღაცა თუნდაც ის ბოდას ყველაზე ახლოს არის გინდა ეს ბოდასი აი ამ ფერში გეტყვის კი ან არას რა ხო მაგრამ თუ შეგიძლია გინდა ეს ბოდასი ამ ფერში თუ ამ ფერში არა ხო ანუ რა თუ უფრო დიდი ალბათობა რომ ანუ გამანდები თავი და წავიდეს რა ანუ ხო ჩვენი დახლი ეგეთია მე მგონი მე choice paralysis მანქანები ვართ მე და შენ აი აბა რა გინდა დრაკონის კვერცხი გინდა თუ ნიხარე დემოჯმა ხო ეს ბერეგეთი მარკეტები შეთერ რო არ არის ეხავს და უნდა გავაკეთოთ კი დისკორდში შემოვიდეთ და ყველაფერი გამოვა მადლობა გამოიწერეთ ჩვენი არხი დაალაიქეთ და აკომენტეთ თემი კითხვები თუ გაქვთ და მოგწერეთ რომ როგორ გვიყარხართ რა სასწაულს რაღაც სისულელები მოგწერეთ არ ვიცი ბაი